შენი აზრი არავის არ აინტერესებს. არაფერი არ გამოგივა. როგორ აისახება ბავშვობის ტრავმები ჩვენს დღევანდელ ცხოვრებაზე, როგორ გვაბრკოლებს და რაში გვიშლის ხელს, როგორ შეიძლება რომ ისინი დავამუშავოთ და ერთხელ და საბოლოოდ დავემშვიდობოთ იმ ტკივილებს, რომლებსაც წლებია თან ვატარებთ, როგორ ვიპოვნოთ ჩვენი ცხოვრებისეული დანიშნულება, რომლითაც დავეხმარებით კიდევ ძალიან ბევრ ადამიანს, შევქმნით სეკეთეებს და ჩვენ საოცნებო ცხოვრებას. ავაწყოთ ბიზნესი ნულიდან და შევქმნათ ჩვენი საოცნებო ცხოვრება. დღეს ამ თემებზე თამუნდასთან ერთად გესაუბრებით. მოგესალმებით თამუნდა, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა შენ რომ მომიწვიე, მე დიდი ხანია ვიცი რომ ამას გეგმავდი და ჩემ ფეხი იყოს, ისე რა ქვია, წარმატების და წარმატების მომტანი. ძალიან დიდი მადლობა. რა შენ რაც გინდა რომ მიხვიდე, რითაც გინდა რომ მიხვიდე აუდიტორიასთან, ყველაფერი გაგეხსნას. ძალიან დიდი გახსნილი გაგჩება გარკვეულ მე შენგან ველი ამ ტექსტს. შენი კრებიც მაგაცოცა. თამნა ძალიან საინტერესო თემებს უნდა შევეხოთ დღეს და მგონია რომ ძალიან ესეთი ღირებული და პროდუქტიული ამბავი გვექნება მაყურებლისთვის. ძალიან მიყვარს შენთან კომუნიკაცია, იმიტომ რომ ძალიან გახსნილი ხარ, ძალიან ავთენტური ხარ და არ გიჭირს პირდაპირ საუბარი თუნდაც წარსულ ტრავმებზე და მგონია რომ ეს არის ერთადერთი გასაღები, რითიც შეგვიძლია სხვებსაც დავანახოთ, რომ ეს რაღაცა პრობლემაა და მოდი მეც აქ ვარ, მეც აქ გავიარე და გვერდში გიდგავარ, ეს მხარდაჭერის ამბავი რა. ამაზეც მე ვისაუბრებ ძალიან ისე ბევრს და სიღრმისეულად. თუ შეგიძლია რომ გაგვიზია რომ რა იყო შენი გამოცდილება ბავშვობაში თუნდაც და მე ჩავშალოთ რას ნიშნავს ბავშვობაში ამ გამოცდილებების გავლა, მეც ჩემ რაღაცებს გავაზიარებ და ამით მივეხმაროთ ჩვენ მაყურებელს. კი, ესე იგი, ეხლა მე დავიწყებ ბოლო რეზულტატი რაც იყო გაცნობიერების მერე და მე მოვყვები უკან, იმიტომ რომ მინდა რომ გასაგები იყოს თავიდანვე რომ არავის არ ვაკრიტიკებთ. რა თქმა უნდა. ხო, ანუ იმიტომ რომ მე იწყება რაღაცები. თავიდანვე ვიწყებ იმითი რომ ყველა გამოცდილებას რასაც მოვყვები, ყველასი მადლობელი ვარ. ხა. აბსოლუტურად და ძალიან საინტერესო გამოცდილებას ხდაშეს მოვყვები ასე შემდეგ ან სკოლიდან მოყოლებული განსაკუთრებით რა საიდანაც მომყვება ეს ყველაზე დიდი ტრავმა. ხო, ანუ რაც არის შენი კითხვა არის ის რომ ჩემ შემთხვევაში რასაც ახლა ვაკეთებ, ეს იყო წარმოუდგენელი 10 წლის უკან. აი წარმოუდგენელი კი არა და სიზმარშიც რო არ დამესიზრებოდა ესეთი ფენომენი იყო, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ის თაობა, ვისაც ადარებდნენ სკოლაში, ბაღში, იმას უკეთესი თმა აქვს, იმან უკეთესად იცის მათემატიკა, განსაკუთრებით მათემატიკა იყო რაღაცა ეს და ის სამედიცინო სფეროს რაღაც წარმომადგენლები იყვნენ ჩემ კლასში განსაკუთრებით. ყველა ჩემ კლასას მოვეკითხავ დიდი სიყვარული და მათემატიკას. ხო, ეს იყო ძალიან ისეთი ხაზგასმით ჰაილაიტს რო უკეთებ, რა ეგეთი იყო სულ. ხაზგასმით აღნიშნავ იმას, რომ ჩემი მშობელი არასდროს არ იყო ესეთი კურს რო ადებენ და აბა ხა ჩემო შუმა ეს 5-ზე უპასუხა თუ 10-ზე. არასოდეს არ ყოფილა სხვათა შორის. ხო, გაგვიმართლა, მაგრამ ნახე როგორი რაღაცა იცი, ჩემო ფსიქიკამ მარტო ის ნაწილი აიღო, რამსაც უნდა გავეძლიერებინე. ანუ ის ტრავმები წამოიღო ბავშვობიდან, რასაც უნდა მოვეყვანე აი აქ. ხო, ანუ ისეთი სიტუაცია შეკრა ტვინმა, ეს პროგრამები მოიზიდა ჩემმა სულმა, ვისაც როგორ უნდა ისე თქვას, რაც მოიყვანდა ამ ადგილამდე და ეს დაწყებული იყო სკოლის პირველი ის მახსოვს, მასწავლებელმა რო უთხრა დედაჩემს, ძალიან ჭირს. ასე უთხრა, რა გიჭირდა? მათემატიკა? ინგლისური. ხო, ეს არ ვიცი როგორ ჩააბარებს, არ ვერ გეტყვი, იმიტომ რომ მოდი ვცადოთ. აი, როგორ მახსოვს იცი, აი კარებთან ვიდექით, რომ ამზადებდა რა, კარებთან ვიდექით და აი სიტყვები რო უთხრა და ეს პატარა თამნა რო ჩამოიშალა. ანუ ხო აი ეხლა ცრისტანში, აი იმიტომ რომ ეს იყო თითქოს რაღაცა დაინგრა. და რაღაცა ხდება და ეს დედაჩემი არაფერს არც ის უთხრა, არც ის უთხრა, კიო ვიმშაო. ხო, მასწავლებელია, ხო, რაღაცა ხმა. ხო, აი, მაინც ახლა თან ძალიან გამოსული მასწავლებელი იყო, ყველა რომ მასთან დადიოდა რაღაც და ავტორიტეტია მაინც მშობლისთვის მასწავლების პასუხი და სხვათა შორის მიუხედავად ამისა, დედაჩემი ძალიან დიდი წვლილი არის იმაში, რომ
არ მანებებდა მას რა ქვია მეცადინეობას და აბა ასე რა თქმა უნდა ხანდახან ერვებს ეშლებოდა, მაგრამ ეს არის ბუნებრივი ფონი. ოღონ ყოველთვის ეს იყო. მე ეს დავიჯერე, რომ მე არაფერი არ შემიძლია, რა თქმა უნდა და ყველაფერში ესე იყო. რომ გაუმტკიცე ჩემს თავს ეს ფენომენი, რომ რაღაცნაირად მე არა ჩავბეჭდეთ და მე ყოველჯერზე რომ უმტკიცებ შენ თავს. ოღონ ვერ აგიხსნი როგორ იყო ეგ. გაკვეთილზეც რომ გამოვდიოდი, მახსენდება ეხლა რა, რომ მითხარი რომ დაახლოებით ეგ თემა იქნებაო. გაკვეთილზეც რომ ვიდექი და ვყვებოდი, ვეძებდი იმ სახეს, რომელიც მე დამცინოდა. მაჟრიალებს რა. ვინც და ვადასტურებდი, ტვინი უკვე ადასტურებდა, რომ არ შეგიძლია და ოღონ ამ არ შეგიძლიასთან ახლდა რომ მე რო გითხარი გახსოვს წინა პოდკასტზე რომ რაღაც ხმა მელაპარაკება, შეგიძლია და აქედან ეს. შიდა მთელი ომი მიდიოდა როგორ იცი რომ კი გამოგივა არ გამოგივა. თან ეხა ამის ფონად არის ის რომ კლასში არიან მედიცინის რაღაცა ვარსკვლავები, მშობლები და ეს ფიზიკას მაგრას სწავლობს ეს ვიღაც, აბსოლუტურად, ფონი ისეთი. ეს დაახლოებით რომელი კლასია? პატარავიდანვე, მაგრამ მეხუთედან უფრო რა, რაც უფრო კარგად მახსოვს, უფრო ისეთი და თან კლასში ყველა რაღაცა მათემატიკა, აქეთ ისტორია, აქეთ ყველა რა ესე და მეც ეს ავირჩიეს კლასელები, რომ ყველა რაღაცნაირად შემიწყოს ხელი ბულინგში. ოღონდ უკვე უცნაური რა იყო, იცი, სულ მიკვირდა. მე თუ ასე, მაშინ იყო ეს სტანდარტი რაღაცა სწავლის, არ ვიცი ამ კლასში იყო ეგრე რა. ხა. მაგრამ იმის პარალელურად რომ მე ასე თქვათ რაღაცა თითქოს ჩამორჩენილი და არ ვიყავი ესე რომ უყურებ ეხლა არ ვიყავი, მაგრამ მაშინ ესე ვამბობდი რომ კი არ შეგიძლია თამუნა. გითხეს და იდეა მოწყვლადია ნერვული სისტემა მithumetes ბავშვობაში, სანამ გააგრძელებ აუდიტორიას რომ მიმართოთ 7 წლამდე განსაკუთრებით, როცა თეტა მდგომარეობა და ალფა მდგომარეობა არის ყველაზე მიმღები, ყველანაირი განშის, კრიტიკის გარეშე რა ინფორმაციასაც გაწოდებენ ყველაფერს ჯერა. საერთოდ გავფილტრავად ჩათვალე რა. ეს მითხრეს, მორჩა, პროგრამირება არის. ამიტომ ყავს ჩაკრალურ სისტემაზე მუშაობა, რომ წლების მიხედვით გაჩვენებს ზუსტად იმ სფეროებს თავისი თემებით, რომ ამ ასაკში ამ სფეროში პროგრამდები, ამ ასაკში ეს და ეს იწყება მუცლად ყოფნიდან, წარმოიდგინე მშობლის ემოციები და მთელს გენეტიკური კოდები. შესაბამისად, ხო როგორი დაუცველია ბავშვი და როგორი მნიშვნელობა აქვს რა ინფორმაციას მიაწოდებ, როგორ დაელაპარაკები. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩემო საყვარლებო, ვისაც ყავთ პატარები, ძალიან მიაქციეთ რას ეუბნებით. რა საკშიც არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მაგრამ განსაკუთრებით 12-13 წლამდე. მათი ნერვული სისტემა არის ძალიან მოწყვლადი და ფაქტობრივად ყველა თქვენი სიტყვა, მასწავლებლის სიტყვა, ავტორიტეტის სიტყვა შეიძლება იქცეს მის დაღად, ესე ცოტა უხეშად რო ვთქვათ, მოეფერეთ, ჩაეხუტეთ, მხარდაჭერა აგრძნობინეთ და რაც შეიძლება დადებით და თესაუბრეთ. იცით როგორი რაღაცა არის? ყველა ადამიანს აქვს რაღაც დასამუშავებელი, ყველა იდეალური არის, იმიტომ ვიბადებით რომ დავუმუშავოთ. მაგრამ ამის მიწოდებაც უნდა მოხდეს თამაშით, რაღაცა რაღაცნაირად ტკბილად რა, რომ ეს ხაზგასმა რაღაც დადებითზე და ნელ-ნელა ამოწევამ რის რაც გჭირდება, რომ ეს მე განავითარო ამ ყველაფერს. და ხცოდნა ყველას ჭირდება. გინდა არ გინდა, ყველას უნდა. იმას ვყვებოდი, რომ მშობლებიც ისეთები იყვნენ, ჩემი კლასელის მშობლები, რომ ყველა იყო რაღაცნაირად დაგეშილი ნიშნებზე რა. და მე გაბრაზებული ვიყავდი და ჩემს რომ დედაჩემი არ იყო ეგეთი. ხო, შენ რატო არა ხარ ჩართული და ამ დროს ეხა არ აინტერესებს ამ კლასზე მართალიც ყოჩა დედას ძალიან დიდი პატივისცემა ჩერქა. იმიტომ რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მე განვითარებული იყავი ისე როგორც უნდა განვითარებული იყავი. არ იყო არც ერთ კრებაზე ესე რაღაცა აბა თამუნა რასაკეთებს და აბა იმას როგორი ქულა აქ ეგეთი, არ იყო ესე. ამას ესე მოყვანილნელა ის მდგომარეობა, რომ დედაჩემმა შეამჩნია, რომ მე უკვე რაღაცნაირად ვიკეტები ალბათ რა და თან არც ვაქცე უკვე სწავლის ყურადღებას და მიჭირს კიდეც ალბათ, იმიტომ რომ ეხლა სწავლობდა
პროგრამა ტვინში არ გამოგდის. წარმოუდგენელია რა. ანუ არაფერი თან ეხა ბებიაჩემი იყო მე მათემატიკოსი და ჩემმა მასწავლომ რომ გაიგო მათემატიკის მასწავლებლმა რომ ბებიაჩემი შვილიშვილი იყო, მთლად 4 მაგიდაღი იმის შვილიშვილი კარგად მოსწავლობდაო და მოკლედ ეს იყო მთელი პასუხისმგებლობის ჯარი. ხო, მაგრამ მე რაღაცებს ვამჩნევდი, რომ ძალიან რთულ თემებს უფრო კარგად ვითვისებდი. ანუ აი რთულ საკითხებს ну მე იქ მქონდა აი ხლა ბოლო პერიოდში მივხვდი რომ შეიძლება ყოფილიყო დისლექსია, ADHD-ის რაღაცები, თუმცა არ იყო ისეთი ფონი გაამძაფრა სტრესმა. ხა. და დედაჩემო მე გადავწყვიტა ციფროსად ერთად რომ გადავეყვანე სხვა სკოლაში, იმიტომ რომ ну არ შეიძლებოდა ამ ბულინგში ყოფნა. ამ გარემოს გამოცვა იყო საჭირო და ყოჩახ დედას და ну ჩემი ბიძაშვილის ანუ სხვა სკოლაში გადავედი, რომელიც სადამნიგებელი იყო ჩემი ბიძაშვილი. მოკლედ და იქნებ როგორღაცა მაქსიმალურად ანუ ეს რაღაცა დაჭიმობა ფრეში და მოუხსნათ და დავამშვიდოთ ნერვულ სისტემა და მართლაც ესე მოხდა. იმიტომ რომ ხო, იმიტომ რომ ამან გამოიწვია მე სხვანაირად მეგობრების და მეგობრებაც სიტუაციის გახსნაც მეც გავიხსენი უფრო მეტად თან ეხა მეტყვები ვარ და კომუნიკაციაზე ვგიჟდები. ფარეტყუპები მაქვს მეც და იმიტომ არ ვერ ვაჩერებ მინას. ხო, ანუ აი ხო ხდები სად არის. მე იყო ის რომ ძალიან მიყვარდა ზოგადად ცეკვა, აი ყველაფერს დავდიოდი სპორტი, ყველაფერს ვსდიდი და მაგ ძალიან კარგად გამომდიოდა ეს რაღაცეები. მაგრამ მე მოხდა ისე რომ მათემატიკაში მომეცადნენ და ჩასაბარებლად ჩემი დედაშვილი და რა უნდა თუ კაცო ბავშვის განოს დედაჩემს ეუბნება. ანუ გადასარევად ყველაფერს აკეთებს და რა უნდა ეს ოღონდ ეს როგორ გვერდზიან ყავას ვამენ და მე რო აქეთ რაღაცას ვაკეთებ და ეს რო გისმის რა ფონად და აი როგორ ნაცნობ რაღაცებს ამბობ მე მეც ვთქვა просто გავგიჟდი ახლა მგონია რომ ჩემ რაღაცებს ყვები ხო და ჩემმა დედაშვილმა მათემატიკის მასწავლებელი და ძალიან ძლიერი ამ საკითხში და მაკას მოვიკითხა აქედან და მოკლედ გადამარჩინა რომ ამ რა გინდა თავ ანუ დედას ეუბნება ხა რომ რა გინდა თუ ამ ბავშვისგანო ვერ გავიგეო და მე მოხდა ისე რომ ეს რაღაცები ვიმეცადინე იქ რაღაცები და ჩავბარე და გრანტით მოხდი მადლობთ აპლოდისმენტები მადლობთ მოკლედ ამის მერე დაიწყო ძირითადი ჩემი აი აღიარება რაც ჭირდება ბავშვს და ადამიანს სტუდენტობაში აი აღიარების ნაწილი თუ გინდა რომ აქ ჩამეკითხო, ხო, სხვათა შორის ძალიან მაგარი ფაქტი მოხდა კიდე, აი რო ვიძახდი, რომ გამომრჩა ის დეტალი. მიუხედავად იმისა, რომ ბულინგის ნაწილში ვიყავი, სულ ვიყავი ეპიცენტრში. აი, ბულინგი კი იყო, მაგრამ მაინც ვიყავი ინტერესის სფერო კლასში და არ ვიცი, ანუ ფიქრობდი თუ კი მარტო იმითი საზღვრავთ ერთმანეთს რომ ვინ უკეთესად ისწავლის ანუ რაღაცში გჭირდებით კაცო ანუ რა გინდა თან ეს რაღაცა ღონისძიებები სადაც იყო რაც გჭირდება იქაც ყველაფერში მონაწილეობდი ყველაფერს მაძლევდნენ და ჩემს გულში ვფიქრობ ალბათ მაინც საჭირო ვარ ხო თუ რაღაცა ბავშვი აი როგორ მახსოვს მეც რომ რაღაცა საუკეთესო მოსწავლე ვინც იყო, ყველა ბიჭს დაჟე ის უყვარდა. ხვდები და ის უნდა გახდე ვინც ყველაზე მაგრად სწავლობს, რომ ყველა ბიჭი შენც უყვარდე. ხვდები ხო? ყოველთვის ხა მშობლებთან მართლა ძალიან მეგობრული ურთიერთობა მქონდა და არასდროს ყოფილა რომ რაღაცა ეხა შენ როგორ გაბედე და ის მიიღე ან რაღაცა ნიშნებზე. უბრალოდ დამოკიდებულებას ხო აკვირდები ხოლმე რომ რაღაცა როცა მართლა ვა და ხუთები დაამბავი, უფრო გახარებულები არიან. ბავშვის ფსიქიკა ხო ესე იქ რო აკვირდება ნუ ცოტა ხე არ გითხრა არაფერი, მაგრამ გახარებული აღარ არის, ხვდები და ეს გინდა არ გინდა ჩვეოში რჩება. კლასში ეს მასწავლებელი, აი მიბაძე ამას, აი ეს როგორ სწავლობს, ხედავ შენ მათემატიკაში ძლიერი მეც არას დროს არ ყოფილ ვარ და უნარებზე მომზადება როცა დავიწყე უდიდესი სიყვარულით მოკითხვა ჩემ მასწავლებელს, რომელიც საოცრება და ვინმეს თუ დაგჭირდებათ მეგობრებო, არ მოგერიდოთ მომწერეთ და გაგიზიაროთ მის კონტაქტს. ჯერ ხო ქალი არის აი საოცრება, არ არის მასწავლებელი მხოლოდ დეპრესიაში მივსულ ვარ და ბედნიერი გამოსულ ვარ, არ ვხუმრობ და მეუბნებოდა რომ ისეთი მათემატიკური ტვინი გაქო, რომ ნეტა ცოტა ადრე მოსულიყავი, გაძლიერებულ მათემატიკას ჩააბარებდი. ხო, ანუ ხო, ჩემს ამეთქი და მე ზელაპარაკობთ, რომ გაოგნებული ვიყავი რა. მეც მთავარი როლი რაღაც ძინარებზე თუ ნახავი ვიყავი ინგლისურ სპექტაკლში და ხან რა ვიყავი და ხან რა ვიყავი, მაგრამ ხო მაინც რაღაცა სხვანაირად გვერდზნობდი თავს რა, აი
სხვანაირად. უბრალოდ ყველა ჩვენთან უნდა და ჯდო. ქელბაქიანს თაფლივსია, მახსოვს ეს რეპლიკები. რატო ამას ვერ ხვდებოდი თან? ხო, იმიტომ რომ იქ ხა კი ხვდებით უკვე. ხო. ხო. მაშინ ვერ ხვდებოდი და. ხო. ხო, ეხა კი ხვდებით და ხო, და ერთ ძალიან მაგარი ფაქტი კიდე რომ სარკესთან არის კავშირში. და ეხა მივხვდი მაგას, ხო. კლასელმა ზად ქონდა სახეს და კვარს არ ვასახელებ, მიყვარხარ ძალიან გეგეუნები, გიჟდები შეიძლება მართლა. დამაბრალ სარკის მოპარვა. რაც ცუდი ბრალდება აღმოჩნდა. ნუ ხო ხდები რაც ვიბრალდება, მაგრამ ეხა ხო ხდები რატომ ხო ხდები. რატო დამაბრალა ხო ხდები ეხა სარკე. ანუ სადამანახა შენ თავის სარკე და ანუ აქ უკვე ჩემი პირადი საზღვრები დავიცავი და ეხა უკვე ძალიან ამაყი ვარ. ანუ იმ გადმოსახედიდანაც ძალიან ამაყობდი ჩემ თავით და აქედანაც, მაგრამ სად ამომიღო სამყარომ სარკის მდგომარეობა. აი ამას რა ცნობიერებ, უფრო მაგარია, ფაქტებიც რა მაგარია, მაგრამ ამას რა ცნობიერებ მაგ level-ზე, დონეზე როგორც არის, რომ მიდიხარ ადამიანი და უკვე ყველაფერს კითხულობ რა. ფაქტობრივად აი ხა მე რასაც ყვები, შენაც ყვები, სცენარებია, რამაც ის ადამიანები შექმნა, ვინც ახლა აქ სხედან და საუბრობენ და სხვებსაც ეხმარებიან და ბევრ რაღაცას უზიარებენ, ხო? ჩემო საყვარელო ესე კითხავ. აი, თუ გახსოვს ეს საკუთარი თავის რწმენის აღდგენისკენ გზა და პერიოდი და ზოგადად რეები ხდებოდა ამ პერიოდში. სწავლი იყო. პირველი აღდგენა იყო, რომ ჩავაბარე და არავინ არ ელოდა. ხა. გრანტით. გრანტით და შოკი და ნუ ეხა მე ქუთაისში დავიბადე, გავიზარდე და ქუთაისელი ვარ და ეხაც რაღაცა მივლის ტანში და მე ჩავაბარე აქეთ და წამოვედი არავის ეხა თან იმ პერიოდში მაინც ის იყო რა ქვია რაღაცა თბილისში ჩავაბარე და აი მაშინ იყო პირველი აღიარება და ის წარმატების ვალიდაცია შენ თავთან მამა ჩემაც იქიდან რომ აი რაღაცა დემა შვილო აი ვიცოდი იმიტომ რომ მეც იქ და რაღაცა თბილისში ვსწავლობდი რაღაც მოკლედ მთელი ამბავი და აი ესე აჟიოტაჟი ერგული რა აი ყველა რომ აღიარებს შენს იმას და მალადეც თამოდა შენ შრომა დაფასდა და რა სხვათა შორის აღიარების ნაწილში კიდე მინდა გითხრა რომ მე მყავდა მეზობელი რომელიც სულ ფონად მეუბნებოდა მე შენი მჯერა სიზმრებში ხედავ როგორ მეუბნებოდა ის სიზმრებში ხედავ რომ ადიხარ სადღაც სიმაღლეებზეო ანუ აი რაღაც აი სულ ამის პარალელურად ფონად რომ მოგდევს ეს ლაპარაკები ანუ ეს ადამიანები რომლებიც ისევე ხო რა გეუბნებიან რომ აი რაღაც ხო და მე იყო უკვე უნივერსიტეტში აღიარებები რომ აი კარგად სწავლობს და აი მიბაძეთ მანდი იყო და ეგრე მომენტალურად და აი მიბაძეთ და ნახე რა შვება და მე ჩემი ლექტორი იყო მე დავიწყე არასამთავრობოში მუშაობა ოღონდ ვიყავით განათლების მიმართულებით რა სკოლებში ვატარებდით ლიდერშიპებს რაღაცებს და მოლაპარაკებებში ვიყავი მე და აი მე რა ქვია ღმერთო მინისტრიც იყო ის კაცი ეკონომიკის მაღლივში იმ კაცმა დამებარა შენო ეკონომიკას ჩაიხსენიო და პიარს მიხედეო ვაუ მე შენ გირჩევ ამ ყველაფერსო და მე შეგიწყობ ხელს თუ დაგჭირდებაო და მაშინაც აესე გამართული რომ გამოდიხარ თუ რაღაცა. მე ნუ ის აღიარებები და მე განათლების სამინისტროში დავიწყე მუშაობა და იქაც აღიარება შაშკინი იყო მაშინ მინისტრი და გჭირდები და წამოვყევი და რაღაც გაცვლით პროგრამები იყო და ანუ ისი როგორი რაღაცა იყო სულ მქონდა ისე განათლებასთან მუდმივი რაღაცა შეხებები რა სკოლასთან სულ კავშირი მქონდა სულ მუდმივად. მე ცოტა სფეროც ნუ იცი როგორ რაღაცა არის მე რაღაც ფინანსური გაჭირებაც რო არის ხო ხდები და შენი შემოსავლებით და დაწყებული შემოსავლით რო ამტკიცებ ოჯახთანაც რო უკვე მე შემიძლია რაღაცა დამოუკიდებლობის და პირიქით აქეთ გაცა ძალიან მე უკვე აი რო ჩავაბარე იქედან უკვე მთლიანი აი ბოდიშ დავამტკიცე მეტი რა ვქნევ ხო აი რაღაცნაირად ჭოპრიდან გამოსვლა და გაფრენა მაშინ მოხდა რა და ჩაბარების მერე ბოდიში ეხა მე თუ ესე თუ მიყვა მილიონი მითხარ და შემოგიტრიალებ ხოლმე ხო და ნუ რაღაც თან მე უკვე რაღაცები კიდე გამახსენდება იმიტომ რომ ხო მე აი სფეროების შეცვლაც ძალიან ბევრი იყო რა ძალიან ბევრი სფერო შევიცვალე
ძალიან ბევრი მიმართულება. ძალიან გავს ჩვენი სცენარები, რა თქმა უნდა, რაღაცა სხვადასხვა განხრებით და ამბებით, უბრალოდ აი მართლა ძალიან გავს, რასაც ყვები, ფაქტობრივად ყველაფერზე იგივე მაგალითები შემიძლია მოვყვე, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა, რაღაცა სხვა იმებით რა, განვითარებებით. იცი რა მოინტერესებს? როცა დაიწყე, აი ეხლა რა მიმართულებითაც მიდიხარ, ხო? მაინტერესებს მეგობრების მხარდაჭერა სამდენად გრძნობდი დასაწყისში. აი მე თუ როგორ დამბურწყლა ეხა. და გავიხსენო ხა ჩემი მეგობრები ვინც ძველები მოყავდნენ. ხო, ჯერ იმას ვიტყვი, რომ ეხლაც რამდენი ახალ საქმეს ვაკეთებ, ყურში მესმის, რომ არ გამოუვა პროიცოდეთ. ეს აფონად ასდევს. მოტივაციას გაძლევს? არა, აღარ. ანუ მოტივაციას კი არა, აღარ მაინტერესებს. მე მაინც ვაკეთებ ხოლმე ჩაყოლას, შენი გეცოდნება მაგ ყველაფერი. ნუ რომ კიდე სად არ ჩაის ტკივილი, კიდე სად ვარა. ანუ აღარ მოქმედებს, ანუ აღარ ვტირი. აი ნახე, ერთ პატარა არჩევას მოგცემ და მაყურებელსაც ჩათვალეთ ცხოვრების გასაღებს გაძლევთ ეხლა, ოღონდ მართლა ყველაზე დიდი ჩემი მიგნება ამდენ წლიანი არის ის, რომ ერთიარი როცა ტრამას ამუშავებ და ეს ატომურ დონეზე გამოდის სხეულიდან bla 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 და ამბავი. ნეირომეცნიერების სწავლა რაც დავიწყე და როცა მივხვდი რომ ეს უკვე ძალიან ფიზიკური კიდე უფრო სხვა ამბავი არის და ეს ისტორია ჩანაწერი არის აქ, სანამ არ დაიწყებ ამაზე მუშაობას რომ ამოწერო. და ჩვენთან აი სესიებზე გიდრებული მედიტაციის დროს აუცილებელია მედიტაციის დროს ჩახვიდე იმ თამუნასთან, დარწმუნებული ვარ, ხა გექნებოდა ეს გამოცდილებაც და რა სივრცეშიც ნახავ. აი სადაც შეხვდები. შეიძლება კლასში იყოს, შეიძლება იმ მომენტში იყოს. იქედან უნდა გამოიყვანო. ხო. ან მაგას ვაკეთებ თქო, მაგ ჩაყანოს ლაპარაკობ. ხო. აუცილებლად უნდა მოკიდოთ ხელი და იმ სივრციდან ხშირ შემთხვევაში იცი როგორ უჭირთ? დასაწყისში ყოველთვის რატომღაც ესე ხდება, ჩემთანაც ესე ხდებოდა, თითქოს აი ყველა ქრება და შენ ყავს შენი თავი მარტო. შენმა თავმა თუ გაგიტანა, აუცილებლად გაიტან. თუ დანებდები. მე მახსოვს ეხლა რაღაცა ძალიან მტკივნე ფანტასტიკური მეგობრები მყავს, ვინც შემომჩას ვამბობ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ფილტრი იწყება მე ხო იცი შენ ზრდასთან ერთად. გინდა არ გინდა ხდება, ხო. უბრალოდ აი დასაწყისში თითქოს ყველაზე მეტად როცა გჭირდება, სანამ რაღაცას მიაღწევ, ხო? ყველაზე ნაკლებად არის. ხა რომ მიაღწევ, რა თქმა უნდა, მალადეს და აბარა და გამოგივედა. აი როგორ რაღაცას იცი? არ განვიცდი არასდროს მაგის დეფიციტი. ანუ როგორ ხდებოდა იცი, გადადიოდა ესე მარტივად რა დროსაც მჭირდებოდა მე კონკრეტული სიტუაციაში ადამიანები, ნუ მინიმუმ ახალი მაჩნდებოდა თქმელი. მაგას ამბობ, უცხო ადამიანები უფრო ჩნდებოდნენ, კი. ისინი რა თქმა უნდა იყო და მალადეც და სხვათა შორის უფრო მეც გეტყვი ხა მაგის ხა მინდოდა. ის კლასელები რომელთანაც მქონდა ეს პრობლემები, ისინი ახლა ჩემთან მოდიან. აბარა. და სხვათა შორის ერთმა პირიქით მითხრა, რომ მე მახსოვსო ძალიან ბევრი ცუდი რაღაცებიო, რომ ვაკეთებდითო რა. ეს აღარ და კონკრეტულად ეგონა რომ არ მახსოვდა, მაგრამ და ეგონა რომ არ მივიღებდი. და არც მახსოვს თქო. იმიტომ რომ მე კი მახსოვს, მაგრამ არ მინდა რომ იმას გულიეთკინოს რა. ანუ რატო აღარ მქონდა მე წენა. რომ მქონოდა აუცილებლად ვეტყოდი სავარაუდოდ, მაგრამ აღარ მოქმედებდა. მე ყოველთვის ვაკვირდები ხოლმე შემსხეულს როგორ რეაგირებს კონკრეტულ. ნუ ტრიგერი თუ წამოვიდა, რაღაცა ან ავტირდი, რაღაცა ან ყოველთვის მაინტერესებს, აი მაგ ჩაყოლაზე მაგ მე ყოველთვის ესე რომ ყოველთვის ჩავდივარ და ვძვრები იქ სადღაც რაღაცა თუ დარჩა, იმიტომ რომ მე მიშლის ხელს და ჯობია რომ არ მოგასვენებს. მაინც ჩაგიყვანს და ახლა რა ვქნა მაინც ვიღაცას მოიყვანს შენ ცხოვრებაში რომ მაინც იქ ჩაგიყვანოს. ანუ აზრი არ აქვს რაღაცა გაექცეთ იმ ადამიანებს. ნუ რა ვქნა აზრი არ აქვს. მაინც აი ესე მოკიდებს ხელს და ეს მაინც მიგიყვანს. ანუ რაც მალე მიხვალ უკეთეს დროს და ზოგავ რა და შენ ნერვებს და რაღაცა ამბობს. მოდი ახლა მინდა კითხო რომ აი შენი მისია, შენი დანიშნულება მოგვიყევი ამაზე, გაუზიარე აუდიტორიას, რა დაგეხმარა ამაში, როგორ შეიძლება უფრო მეტად ვიგრძნოთ რა არის ჩვენი და ზოგადად შენი გამოცდილება რომ გაუზიარო. კაი, ეხა მისა ბოდიში დამავიწყდა მეგობრებთან დაკავშირებით, რომ მივტრიალდე კიდე რა, რომ კარგად ვერ ვთქვი. ზოგადად ჩემ ცხოვრებაში მეგობრებმა განსაკუთრებული სტუდენტობის პერიოდში ძალიან დიდი როლი შეასრულეს ზუსტად აღიარების ნაწილში რა, ანუ აღიარება იდეაში მე ახალმა მეგობრებმა
შემიქმნეს, ესე რომ ვთქვა და ყველა ჩემს მეგობარს, ვინც ამას ნახავს, იმიტომ რომ გავაზიარებ დარწმუნებული ყველა ნახავს. ანუ ჯერთი ყველა მეგობარს კი არა, ყველას კლასელებიდან დაწყებული, ვისთანაც მქონდა ესეთ რაღაცები, კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ძალიან ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ყველასი წვლილი თქვენი არის, ზოგმა რაღაცა მასწავლეთ, ზოგმა რაღაცით დამეხმარეთ რა. აი ეს მინდა რომ ვთქვა. ეხლა რაც შეეხება მისიის ნაწილს. დღეს მე ხო ვატარებ ხოლმე ვავარჯიშებ გოგოებს და თან თერაპიასაც ხო ვატარებ. მოდი ორი სიტყვით გითხარი, უთხარი თან ვინც პირველად ნახულობს. ვინც პირველად ისე თავიდან და მე თქვა დამავწლა, მაგრამ ბედში ჯობს გემი. მე დავაწერ აუცილებლად. ხო. მე ვარ სახის იოგის მასწავლებელი, არ მიყვარს რაღაცა ეს ექსპერტი, შეიძლება ჩემი კომპლექსი ეს დასამუშავებელი. ხო, ექსპერტი შემიძლია თამამად თქვა. ნამდვილად. ხო, იმიტომ რომ ძალიან დიდი გამოსვლება მაქვს ამისი და ოღონდ ტრანსფორმაციული ამას დავაყოლებდი და ასევე გერდი თერაპიის ტრანსფორმაციული თერაპევტი. გერდი თერაპიის ვერ მოვედი შენთან რა. გავაკეთე. შემდეგ გადაცემაში დასებით ვდობთ. ხო და ისიც ვერ გავაკეთე, ეს და გეგმილი გვაქვს და. მოკლედ. და დღეს ვეუბნებოდი ახლა ერთ ჩემს გოგოს, რომელსაც ვავარჯიშებ, მერცხლებს ვეძახი მე მაგათ. რაღაც მისიაზე იყო ლაპარაკი რა, ძველი სულია და რაღაცებზე მითხრა რომ რაღაცა მითხრესო და შემეშინდაო რომ მეორე ადამიანმა მითხრა არაო. მოკლედ. ყოველთვის მე ვგიჟდები ნიშნებზე. ჩემთვის არის იდეალური რაღაცა ინდიკატორი რომ რაღაცით დაგიმტკიცოთ თუ კი ახლოს არ ახარ თქვენ შინაგან მდგომარეობასთან. ნუ თქვენ შინაგან მდგომარეობის პროექცია მაინც გარესამყაროს ნიშნები. არ არსებობს, არ მჯერა და ვერ დამაჯერებს ვერავინ, რომ თუ კი შენი მისია არის ეს X რაღაცა, რომ გაგიჟდე, გადაირიო და აი ესე უარო კიდეები, გეშინია რაღაცის დაწყება? ოკეი, ესე იგი არ ახარ მზად, მაგრამ რადგან ინფორმაცია შენამდე მოვიდა, რომ ეს უნდა გააკეთო, ამისკენ მიდიხარ. და ხა მე ჩემს ძალიან სასაცილო ინფორმაციას მოვყვები, მისიამდე როგორ მივედი. და ამასაც დაუკვირდით, იმიტომ რომ ყოველთვის ასე უკუღმა მივდივარ მისიამდე. კი, სულ გლიცინი ყავს ხოთაშორის. და როგორ მივედი და მე ყოველთვის როგორც უკვე თქვი, ბავშვობიდანვე მელაპარაკება რაღაცა, ნუ ხმა ჯერ იყო გარეთ, მე იყო, ნუ შინაგანი ხმა, ხო? და აი ეს იმედის ნაწილი. ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი დოზით იყო ბავშვობაში ეკლესია და ტაძარი. მე რაღაცები ვერ გავიგე და ასე ცხოვრებით დაუჯერე, მე არ მიყვარს, ანუ რაღაცები და გავაცნობეთ. რაღაცების მჯერა წამს უხილავადაც რო არ მწამდეს ახლა ნუ არის რაღაცები რასაც მატერიალურად ვერ დაადასტურებ. ხო, ვერ დაადასტურებ და ნუ რა ვიცი, გენიოსები ამბობდნენ რომ ღმერთის არსებობამ გამაგიჟაო და ახლა მე რო ეგ არ თქვა, ხო ხტები რას ვაკეთებ. ამიტომ დიდი დოზით იყო, მე იყო ის რომ სულ იყო ეს რაღაც ფსიქოლოგიის მოსმენა, ანუ სულ მქონდა ამისკენ მინდრეკილება რა. ცნობიერების გაფართოება დავარქვათ. ხო, ცნობიერების გაფართოების მოთხოვნილება იყო სულ ჩემთან. მე იყო სულ სხვის დახმარების სურვილი. ოღონდ არაცნობიერადაც და თან ცოტა ხისტადაც ვიტყოდი, იმიტომ რომ გაცნობიერების და ემპათია არ მქონდა მე. ანუ ემპათია მქონდა, როგორც იცი, ფასადურად, სიღრმისეულად და გულის მდგომარეობით არ მქონდა, გულის ჩაკრით არ მქონდა. და მე იმიტომ რომ თავდაცვით რეჟიმზე ვიყავი გადასული სავარაუდოდ. ხო და ნუ ჩემი ტრავმების გამო მესმოდა უფრო მეტად რა, მე რაც მქონდა გამოვლილი. და მე ნელ-ნელა შემოვიდა ბოლო სამსახურს სადაც მუშაობდი, ბოლო წლები, საიდანაც ნუ მისია დაიწყო უფრო მეტად გააქტიურება, ინტენსიურად უსმენდი ყველა ფსიქოლოგს. აქედან, იქედან, მოკლედ თუ იმე არსებობდა ქართველია, ამერიკა, თუ სადმე ვინმე არსებობდა, ყველას უსმენდი რა, იმიტომ რომ ისტერიგოდ ჩამერთო ეს ეს ფაზარ საოცარი ინფორმაციული, აი სრული სიგიჟე რო ხდება. სრული სიგიჟე, ანუ მე ძახნე სკოლაში ერთ-ერთი პრობლემა ჩემი მასწავლებელთან იყო ის, რომ არ უსმენს გაკვეთილს და თურმე არ უსმენს კი არა, ანუ არ მაინტერესებს იმ მომენტში, ანუ არ მიხსნი ისე როგორც დავინტერესდე და არა ძალიან არასაინტერესოა ჩემთვის. ჩემთვის არა და მე შემიძლია რა 24/7-ზე დღეები გავათენო და თემა მოწურო. გიჟდები სიღრმეებზე, შენ ხო მორიელი ხარ რაღაც ნაწილში. ხო და მორიელი ხარ, რა ვიცი. იცი რამდენი რამე ითქიდე? ხო. შესაბამისად მაგას ვწახი რომ გიჟდები ის რაც ჩემთვის არის მნიშვნელოვანი, დეჩემეონე, ესე იგი შენ მართლა მაგრამ მოგწონები ეგ და შემოაღებდა კარებს კითხვა დაკეთავდა. ანუ რა ხდება? თამუნა მეუბნება და 100 სკოლაში არ ყოფილიყარ და ეხა რა მოხდა?
იმიტომ რომ მაინტერესებდა. ეს არის, რაც გაინტერესებს, იმდენად passionate ხარ, რომ აი დრო სივრცე ყველაფერი გაინტერესებს, რაც აღნიშნავს მისიაში. ზუსტად. მე მოხდა ისე, რომ მე წავედი ამერიკაში საცხოვრებლად, გადავედი იქეთ. იქეთ მოხდა ისე, რომ ღმერთმა განგება ისურვა, რომ მე ჩემ თავთან ჩავღრმავებული ყავდა შემეტრიალებია ეს რაკურსი ჩერშიგდით, მაგრამ ვინ დააცადა ჩემო მარიამ? მე ისევ ენერგიაზე ვიყავი. ეს ენერგია საწამეო არ ვიცოდი. ანუ კედლებზე გავდიოდი ბოლოს დამეწყო ფიქ ან აი უკვე როგორ იყო იცი? აღარ ვიყავი ღირებული მეგონა, იმიტომ რომ მე ვმუშაობ 18 წლიდან და ანუ აღარა ვარ ღირებული, რას ვაკეთებ? ანუ მხარდაჭერა მქონდა ყველა მხრიდან, მაგრამ შინაგანად რომ ღირებულების შეგრძნება ხო? ხო, ანუ დაწყნარდი რა. თუ ეგეთი შანსი გექნებათ საკუთარ თავს მოსმინეთ ხალხი. ესეც ფემინური ენერგიის დისბალანსია. დეფიციტი აბარა. მე სერიოზულად ვიყავ, მე ისეთი მასკულინური ენერგიაში ვიყავი, რომ ჩეულებრივი. ანუ შეიძლება 15 კილო ASM ჭერო და გვერდზე კაცი მდგარიყო, ბიჭი მდგარიყო, დაგეხმარო და ასლაპარაკო და წავიღო. ანუ ოღონდ ჰალსტუხით დავდიოდი ბოლოს, მე ჩაცმულობითაც კი ASM თემაში მკაცრი ის მეკავა, ჯერ ისეთ მიყვარს ეს ტყუპების ისავას ამბობენ, მაგრამ ხო, ნუ ეს იყო, მაგრამ მე რაც უფრო შევედი ამ ფემინურ ნაწილში და გავიგე ეს კიდე ცალკე საკითხია, მაგაზე ცალკე პოდკასტ გიყავთ. ხო, და მე იყო ის, რომ არ ვიცი ხა აქ ალბათ უნდა ვახსენო კაც როგორ რადგან მოვიდა, იყო ჩემი პირველი ხილვა. ხილვას არ ვერ დავარქვა მას, უფრო როგორ დავარქვა მას? გამოღვიძებულზე შემოვიდა ინფორმაციები შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით. ვაუ. ხო, სახელები ვიცოდი, ვინ გადაიცვლებოდა და რაოდენობა ვიცოდი ბოლო ხო 11-17 ესე მოვიდა რიცხვები და ღამის 4 საათზე გამოღვიძა. ხო, ღამის 4 საათზე გამოღვიძა კანკალით და რო გამოღვიძა ესე სახელები არ ჩავიწერე სადღაც მესათხის ისე საათს ბლოკნოტი არის სადმე არ ვიცი. ეს სახელები მოდის და გავაჩერე მე იმიტომ რომ გავგიჟდი აი ძალიან შემეშინდა მე მოვიდა რიცხვები და როგორც კი მაშინ ამერიკაში ვიყავი და რომ გათენ და დამხვდა ინფორმაცია. ოღონდ ვერ მივხვდი ჯერ ახდებოდა და რომ საბოლჯომში გავიგე ეგ იყო და ჩემო ფსიქოლოგმა მითხრა შენ თუ მაგის არ შეგეშინდებაო და თუ განავითარებო უბრალოდ გაკ მაგის უნარიო და მაგის მერე წამოვიდა ეს სახის იოგის ამბავი იმიტომ რომ მე თვითონ მქონდა გამძაფრებული აკნე ამიფეთქდა საერთოდ ეგრე ხო ხდება იმიტომ მაგას უნდა მოყოლო და ეს ყველაფერი და ყველა კრიზისი ახალი საოცრების დასაწყისია მე მხარდამჭერები აბსოლუტურად ვინ საიდან რატო ჩემი შრომის ძალიან დიდი დამსახურება ეგ ხოთა შორის იმიტომ რომ ძალიან მინდოდა აი სილამაზე ხმა აი მაგ ნაწილში მქონდა რომ აი ბუნებრივი ანუ რა ვქნა ამასაც ორი შევეხოთ ხო არა აუცილებლად ანუ აი მაგას ისე შევეხები რომ უნდა გთხოვო რომ რაღაცა თქვა იმიტომ რომ აუცილებლად ეს იმდენად ჩემთვის უკვე ძალიან სერიოზული და სენსიტიური საკითხია მარიამ ისეთ რაღაცებს ვაწყდები მე ჩემ გოგოებთან ვინც მოდიან სერიოზულ პრობლემებს ვაწყდები კერა ინიციატივასაც გავაჟღერებ ესთეტიკურ ცენტრებთან აი დიდი სიამოვნებით გავაპირებ სწორ ესთეტიკურ ცენტრს ოღონდ ვინმე აკეთებდეს სწორად რაღაცას რა და ამას გავაჟღერებ რასაც თან რო არ დამავიწყდეს ამასაც კითხავს თორზე მახსოვს გედო ნერვულ სისტემასთან მიმართებაში ბოტოქსი რაღაცა აი ეს მახსოვს ხო აი ესეც აუცილებლად კი და აკუპუნქტურად მუშაობს ეგ და მაგიტო და მაგის მერე უკვე წამოვიდა ეს ოღონდ ამ ესა გერ-თერაპიის ამბავი შემთხვევით მოხდა დაკავშირება ამ ხალხთან და შემთხვევით ვისწავლე ნეპალში და ეს ყველაფერი ხდებოდა ესე როგორც მოვიდა გააკეთე რაღაც რო გეუბნება ძალა რა ესე რომ გაგდებს რაღაცა ძალა მართლა ფიზიკურად ვგრძნობ რომ რაღაცა გირტყავს იმას და ოღონდ ამ ყველაფერს ხალხნო მე ჩვეულებრივად ადრე ასეთ ადამიანებს დავცინოდი ოღონდ არ ხუმრობ სკეპტიკურობა ეს არის ხო ანუ ყველაფერს ვაკეთებ ეხლა რასაც მე ღლიცინით ვუყურებდი რა
და ერთადერთი სხვათაშორის არ ვუყურებდი ღლიცინით ეკლესიას. აჰა. საიდან წამოვედი? იმიტომ რომ იქ ძალიან გავბრაზდი რაღაცეებზე და ნუ არასწორად ფორმით ხდება რაღაცები. ძალიან ანუ აი ერთს ვიტყვი უბრალოდ რა და არ ვიცი თუ კიდე დამგმეთ რაც გინდათ ღვთის მოშიში არ უნდა იყოს ადამიანი, ღვთის მოყვარე უნდა იყოს. შიში არაფერი არ ხდება, სიყვარულით ხდება და ჩვენთან სადამსჯელო ღონისძიებად გადაიქცა ეკლესია. ჩემს მეგობარს მამაომ სახეში გაარტყა სიგარეტი მოუწიო რო უთხრა 16 თუ 17 წლის იყო არ მახსოვს. ნახე, სიგიჟეა რა. ხო, მანდაც იმას ვიძახი ყოველთვის რომ ალბათ ან მანდაც იმას ვამბობ რომ ალბათ ჩემთვის იმ მომენტში ის იყო იმ მამაოსთან შეხვედრები იყო საჭირო რომ მე დროებით დამეტოვებინა იმიტომ რომ რაღაცნაირად ვერ მოვიდა სხვა მიმართულება განვითარებული და მე რო ვკითხო რომ ეხლა რატომღაც კარგი მამა აღმოვაჩინე ეგ რომ 4-ზორია ძალიან ბევრია გურამ 4-ზორია რომელზეც ნუ ეხლა იცი რა არის ყოველასთან ყველაფერი რაღაცა იდეალურად ვერ აიწყობი მაგრამ თავარია რომ რაღაცნაირად გასაღები იპოვო იმ საკითხში რა ხო და ამის მერე იყო ეს თასები, რომელთანაც ნუ ეხა აქ ისეთი მართლა შედეგები აქვს ადამიანებს, რომ ხო, სასწაული გულისხმობა მართლა იკურნებიან, უბრალოდ რელაქსზე და უბრალოდ მოდუნებაზე არ ლაპარაკი, ტრანსფორმაცია ხდება სერიოზულად. ნახე, იმ დღეს ფიქრობდი რა, ყველაფერი პატერნი არის რეალურად, ანუ აღარ ჩავშლიხა ზედმეტად და ამ შენი სწორი ვიბრაციით იმ ცუდ პატერნსაც კიშლი, ჯანმრთელობასაც, ანუ რაღაცა მართლა სამყაროში ხო. კონკრეტული ტექნიკა, კონკრეტული მაგალითიც შემიძლია რომ ავხსნე ეგ როგორ აკეთებს მაყურებს. აი მარტივად რომ აუხსენი ერთხელ მაყურებს მე მიყვარს ესე მარტივად როს ახსნი. აბერა, ხო. ანუ რაღაცა ისე იმიტომ რომ ხა ფილოსოფიური ნით წერე ჭირდება ზედმეტ ტერმინი. ხო, კი, მე რო ტერმინი ვიცი, ვაფშე არ ვალდებული რომ ყველამ ტერმინი იცოდეს და ძალიან. და ეს იყო ძირითადად ჩემი მისია შესვლა და ხო, რასაც ყველაზე მეტად ვამბობ რომ ყოველთვის უნდა დაუჯეროთ შინაგან აი ამ ნიშნებს და შინაგან ხმას ყოველთვის, იმიტომ რომ არასდროს არ ცდება. და რაც უფრო მეტად ვუსმენთ და უჯერებთ, უფრო ძლიერდება. ძლიერდება. ეხლა იმიტომ რომ ენერგიას იქით მიმართავ და მორჩა. და გჯერა და ნუ იმის მე ხა მე ყოველთვის ამას ვამბობ აი ღმერთ აი არ ვიცი ესე მაგ გამჯდარევით რომ იყოს ნება შენი აი ამას როგორც კი ვიძახი და აი კონკრეტულად ეხსნება მე და იმიტომ ხო იმიტომ რომ არა ვარ ყველაფერი მე არა ვარ ძლევრი ეგო იხსნება და მიჯაჭვულობა და ეს ენერგია წყდება როდის იყო ბაშარს უსმენ ძალიან მიყვარს ძალიან რეზონირებს და თქოთაშორის დოლორესაც და ძალიან კარგად რეზონირებენ და იმ დღეს უსმენდი კიდევ ვინ იყო შონია გვყავს ერთი უფოლოგი არის ერეკლე იმან თქვა და ძალიან სწორია რა და მაგას შემოდის სულ და თქოთაშორის მუდმივად მაქვს ეს ის მომენტი რომ რასაც არ გამეპაროს. ეხლა რას ვამბობ, იცი რომ როცა შენი უნარები გაიხსნებაო, არ გეგონოს რომ შენ ხარ ყველაფრის შემძლეო რა. შენ ხარ ის მილი უბრალოდ ერთ-ერთი, რომელიც თავარი მილიდან ჩამოდის და უბრალოდ გამტარი ხარ და კარგად უნდა გაატარო. ეს გევალება მარტო, რომ შენ რაღაც მსახურება უპოვო მას სამყაროს და შენი წვლილი კონტრიბუცია შეიტანა. რაც შეგიძლია რა უნარითაც დაგბადა, თორემ მე შემიძლია ყველა და მე ვარ ყველაფერს, ანუ აი აქ ყოველთვის იცი რა ცუდი მსხვერია თან კიდე დამიჭერია მე მაგ ყველაფერი. რომ მithქვია რომ აი მან რა ქვია თერაპიამ ასე უქნა და ანუ მაგ დროს ეგრევე ვონები დაწყნარდი ახლა? კი. და გააგრძელე. გაანულე და გააგრძელე. დავშვიდი ხო? თან რა მინდა კითხო იცი? აი ეს შენი განკურნებული ვერსია უკვე რომელმაც ეს რაღაცა სკილები სუმა ვიწყდება ქართულად. უნარები. წინა გადაცემებსაც დამცინეთ ხო. მოკლედ ეს უნარები რომ შეიძინე, ეს რაღაცა გადაიარე, დამუშავ და ამბავი და აი უკვე შექმნაზე გადახვედი. რომ გაუზიაროთ ქალებს, ახალდამწყებებს, ბიჭებს, კაცებს, აი ვისაც სჭირდება, რომ რა ნაბიჯებით დაიწყე და ეს შენი ბიზნესი, შენი საქმე როგორ შექმენი. მე რო გავიარე კურსები ფოტოშოპის ინგლისურად დავამთავრე ყველაფერი. მეც და ძალიან ბიჭირდა მე ქართულად კომუნიკაცია და ამ თემებზე ყველაფერი დავასრულე ინგლისურად, ჩავაბარე ინგლისურად, ყველაფერი ვისწავლე ინგლისურად. რაც მაქვს მიღებული პროფესია და მოკლედ რო დავასრულე სახის იოგა, ჩემა მოდი შეერწამ შენ ის ხარ ხო ინგლისური რო უჭირდა? ხო და ესა რო დავასრულე დანიელ კოლინსმა მითხრა რომ
უშუალო კოუჩი იყო ჩემი დალიანა კოლინსი რა, უძლიერესი ექსპერტია სოფლიო დონის რა, ეს ხალი თან ღრმა ფსიქოლოგიურ დონეზე ამუშავებს და გვეუბნება ეხლა ჯგუფს და ინდივიდუალურად გქონდა გამოსთა და ახლა რომ გართიშაო ვიდეოსო ამ წამსვეო ჩართესთოი და დაიწყე მუშაობაო. ვაუ. აი ესე მითხრა. გიყურებ იცოდეო. ვაუ. ხო და ანუ ოღონდ აი პირდაპირ აი ზუსტად ასე გეუბნები, გავთიშე თუ არა და სწორი ჩავრთე. იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოდიოდა. ანუ მითხრა რომ რაც გინდა ის თქვიო, როგორც გინდა ისე თქვიო, მაგრამ თქვიო რომ შენ დაასრულე სახისიოგის წარმატებით და ეხა იწყებ ამასო. თორე ეს თუ ერთი კვირა მაინც დაიკიდეო, ხო? ჟარგონულად ვიტყვი, იცოდეო რომ აზრი არ აქვს. შენ რაც არ უნდა ნიჭიერი იყო ამ საკითხში და რაღაცნაირად ალღოიანი იყო, ალღოიანს მეძახდა. ალღოიანი იყო, აზრი არ აქვს და გავიწყდებაო და იცოდე რომ იწყებო. და რო დავიწყე და ხო გეუბნები აი რო პირველი აი მაგას ვუყურებდი ხა გოგოებს და ზოგადად აუდიტორიას ორი დღის უკან რომ არაფერს არ აქვს აზრი რას ისწავლი, რას დაამუშავებ, თუ კი ყოველდღიურ ცხოვრებაში არ განმარტო. აბსოლუტურად ჩათვალეთ, რომ წყალში გადაყრილი დრო რესურსი არის. აბსოლუტურად ყველაზე მეტად მიჭირდა ხალხო. თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, მე რამხელაში ფოტოები მქონდა აუდიტორიასთან გამოსვლის მიუხედავად. აი ყელში ბურთი მე ხარ ზოგიერთ არ ეტყობა და მაგრამ შეფოთავენ. მე ვერ ვაგრძელებდი ლაპარაკს, იმიტომ რომ აი ამაში ბურთი მოშებოდა, ჩხეთ. აი ეს იყო და всё, მე იყო როგორც აი რო დავამუშავე, ზუსტად მაგ პერიოდში ტელევიზიები გამოჩნდნენ და აი ვერ აგიხსნი როგორ გავდიოდი, მაგრამ აი ამის შეგრძნება, გატარება და გაშვება არის ერთი დიდი, სიამოვნების წერტილი რა. პრაქტიკამ ჩავწერე ზუსტად რამდენიმე ეპიზოდის წინ action trigger release repeat. სასწაული. აი ეს არის აი ყველაფერი ჩათვალე რა და მართლა პროსტა იგი ღიმილით გისმევ დითეს ფიცა რომ გიждები ძალიან გავს ჩვენი ყველაფერი აი პროსტა მართლა ვგიждები იმიტომ რომ ეხლა ძალიან მოკლედ ვიტყვი და პროსტა კაი ხო გავიგეთ გასაგებია რომ ეს მჭეს რა ესე იყო ორკვირიანი კურსი ლოს-ანჯელესის სადაც ნუ ეს საოცარი მენტორები აი მართლა ძალიან მაგარი პრაქტიკების უნთქვით ისინი ესენი და დავალება იყო ყველაზე დიდი რომ commitment რა ანუ ერთგულება და დაწერე შენი მიღწევა, შენი breakthrough, აბა ჩაწერე, აბა დადე. არ აქვს მნიშვნელობა როგორ გამოგდის, არ აქვს მნიშვნელობა რა ჩანს ვიდეოში. უნდა დაიწყო. ჩემი პირველი ვიდეოები ღმერთო რომ ხვდება და რა უყურებ 3 წლის წინ და რაღაც ხო? თუ ანუ რამდენიც არის ყველას ვეხუტები და აი თან რომში ყოველი ჩაწერის წინ გული, ყელში რაღაც მეჩხერება კი არა, გული მეჩხერება და ყელში აი აკროს ოღონდ აი არა, მარიამ ზოგს უმართლებს და კი ნერვიულობენ, მაგრამ რაღაცნაირად ესე გადაახდა. ანუ რაღაცნაირად ხო გადაატარებენ რაღაცნაირად და ანუ მე ვერ ვაგრძელებდი ლაპარაკს პროსტა, ანუ უნდა გავჩერებულიყავი კარგახანი, იმიტომ აი სულ ორი რაღაცის შური მქონდა ხოლმე, ჩემი კლასელები ფეხზე დგომით რომ კითხულობდი. ხო და მეორე რაღაცის რომ ანუ აი რო ლაპარაკობ ხო შეიძლება რომ არ დაგეტყოს და კი ნერვიული შეთვის, მაგრამ არ გეტყობოდეს აუდიტორიასთან. ანუ აზრი არ ქონდა, ნუ ჩერდებოდი და ესე და ვეღარ აგზერებ ლაპარაკს. ეს შორის მაგის გამოცდილება პროსტა მომცა იმან აი შენც არასამთავრობოში რო იყავი, მეც ეგეთი არასამთავრობო ფონდი, მე საკრებულო სტაჟირება პარლამენტი, ანუ მეც აი ჩემს თავი მაგას გეუბნები მგონია რომ ერთი და იგივე სცენარი გვაქვს სხვადასხვა ლოკაციებში. ხო. მან იყო დებატებზე მიწევდა, იმაზე მიწევდა, ამაზე ინტერვიუ რაღაც და ამან გახსნა. მაგრამ აი ამ მომენტში უფრო რამჭირდა, იცი რადიკალური ტრანსფორმაცია ხო მოხდა საკრებულოდან ჟულიერებაში, ანუ აი ერთი წუთი რაღაცა არჩევ ცესკოს წევრი ვიყავი სამოქოს არჩევნო კომისიის და არჩევნები თვა და ამბავი და უცბად რაღაცა სულიერი მარიამი ხალხლარი. ხო მესმის. მეთქი ვინ რას იფიქრებს? ანუ ეგრევე წარმოვიდე რომ რა ხდება და ვაიმე განსჯა კრიტიკა და აი ეს შიშები უფრო იყო რა. უბრალოდ დავუდე პირობა ჩემ თავს და ვუერთგულე. ხალხი რო ამბობს ხოლმე, ამან მიღალატა, ამან ეს გამიკეთე. შენ როგორ ექცევი შენ თავს, აბა დაფიქრდე შენ თავთან, რა ურთიერთობა გაქვს, დაფიქრდე. როცა დაალაგებული გაქვს შენ თავთან. ხო, ვამბობთ რომ შიდა სამყაროს ანარეკლია გარეთ და აი ეს კიდე ვისაც არ ჯერა, ანუ აი არ ვიცი
ძალიან ბევრი უნდა ვისაუბროთ კიდე, რომ უფრო კარგად გავაგებინოთ, იმიტომ რომ ორჯერ 4-4-ასავით გახდა რა, იმდენათელი არის. ძალიან ცხადია, ძალიან. შესაბამისად ხო, მეც მოუყვები ისე, რომ ყველაფერი იმიტომ ხდებოდა ფეილები, წარუმატებლობა, ტკივილი, არ ვიცი, ისა, რომ მოვეყვანე აქამდე და მე ამას ცოტა რაღაც მეტაპოზიცია ქვია, შორიდან რო აკორდები უკვე და დამკვირვებელი. იცი რა არის, მე ვფიქრობ ესეთ რაღაცას, რომ ჩვენ თან ისეთ მიმართულებაში ვართ, რომ შენ თუ არ გაივლიდი, არა ხო? რა აზრი აქვს იმას წაიკითხე აბა, ეს რა ქვია, ფროიდიდან ნებისმიერი, რა ვიცი, ხა 18-დან წლებში რა აზრი აქვს მარიამ თუ კი შენ არ გაიარე ის. ანუ ფიზიკურად არანა მე თუ ეს შიში არ გავიარე, როგორ ავუხსნა ამ ადამიანს? როგორ დაძლიოს, რა წერტილიდან უთხრა, რა წერტილიდან დავანახო. კი, კოუჩინგ მოტივაციას მივცემ. მაგრამ ნახე, შენ რო გავლილი გაქვს, სხვანაირად ხსნი ამას. საერთოდ სხვა ენერგეტიკით აწოდებ. თორე ხა მე ვეტყვი, რომ მანქანტარების შიში ვერ გადავლახე ჯეჯებით. მაგრამ მაგასაც მივაქამდეც მივა. ეხლა დაუწყებ, რომ იცი რა არის, აი ესე რომ დაჯდები მანქანაში, აი რა ვუხსნა იმ ადამიანს, იმიტომ რომ არ ვიცი ჯერ. სამაგეროდ პარაშუტიდან გადმოხტომის შიშის გეტყვით როგორ უნდა ველოსიპედზე გავედი, ზიპლაინზე დავჯექი, რა ვიცი, უამრავი რაღაც გავაკეთე, იმიტომ რომ აი ამიტომ ვიზახი შიშზე იმუშავა. ერთად მივდივართ ამ პარაშუტზე ან ზიპლაინზე. ეს დაიმახსოვრეთ და ამ კადრებსაც გავჩვენებთ. ხო, მე პარაშუტიდან გადმოხტომაზე და გითხრა ვინ შემხვდა. აი ყველაფერში გეხმარება მაგ დროს სამყარო, ანუ ვმუშაობდი ხო შიშებზე, დავგეგმე, გეგმა ზომიერად. ჯერ ვიწყებ ამას. ანუ რა აზრი აქვს შიშებზე? დავამუშავებ შიშები, მე თუ არ გაიარე, აი რა ამთავარი. პირველი არის ეგ. გეშინია აუდიტორიის, გამოდიხარ ელაპარაკები პირდაპირ ვიღაცას. გეშინია, რა ვიცი, წყლის, მიდიხარ აუზზე და ცურავ. გეშინია გადმოხტომის. მე 12 საათიდან არ გადმოხტე. მეთრებში საათს მეხუთე კიბის ნიდან გადმოხტით და რა ვიცი რა რაღაცა ეგრე რა. იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლება და არა, ვერ გადალახავ. და მე მაგიტო ვიძახი მადლობელი ვარ ამ ხალხის თქო რომ ამდენი მძიმე რაღაცები რო არ გაგვიარა, შენ რამდენი ადამიანი უნდა განკურნო ახლა. რამდენი მოდელი შეგხვდება. ყველაფერი უნდა გესმოდეს, ნუ მომენტორიანი ხარ და ემპათიის ამბობი. ხო, ემპათია სხეულებრივად. მით უმეტეს, ანუ სიგიჟე არის ყველა ჩემი მოწაფე, ვინც ჩემთან მოდის სესიაზე, სადღაც აუცილებლად აქვს ის ისტორია, რომელიც მე გადაჭრილი მაქვს ჩემ თავთან და გავლილი მაქვს. შენთან მოდის ეგ ადამიანები, აბა რა. კი, რეზონირებს პირდაპირ ენერგია. აუ, გეხოცებ, ბარი იმასაც დავაყოლებ რა ესთეტიკურ ცენტრებზე რა ვთქვი. ბოლო პერიოდია, კი რა სულ, მაგრამ ეხა უკვე იმდენად ინტენსიური ეტყობა თამნა ხმა მოიღეო, იმიტომ რომ აქამდე ვერიდებოდი, მაინც არ ვაწყენია, ხო ხტები. მეც ეგეთ დამოკიდებულებებით ვიყავი. რავი რა, ხო ხტები იმას რომ თამაშობ კარგი გოგოს როლს თუ რა ვიცი. უკვე ბევრი ადამიანი მოდის, ვისაც აწუხებს შფოთვები, შიშები, ანუ გამძაფრებულად მაქვს საუბარი, ისე არ ვიძახი ახლა რაღაც. ასტიგმატიზმი თვალის, ნევროლოგიური დაავადებები, სადაც სვავენ ფსიქოტროპულ წამლებს და ანუ ასეთ სიტუაციაში არ აქვს მნიშვნელობა. მედიცინის მუშაკიც რო არ იყო მარიამ და უბრალოდ ადამიანი რო იყო, ჩვეულებრივი ადამიანზე მაქვს ლაპარაკი. ნახე, უყურე მარტივი კითხვა რო დასვა. რაღაც მსგავს ასეთ დროს რო წამლებს სვამ და რაღაც ინექციას უშვებ. ანტიბიოტიკს რო სვამენ, მაგ დროსაც ანუ ექიმთან რომ მიდიან, ანუ კითხულობენ, რომ აი პარალელურად რამე სხვა იღებ, იმიტომ რომ შეიძლება რეაქციაში შევიდეს. ანუ არც ერთი მაგალითი არ მომსვლია, რომ კითხვა დაესვას ინექციოლოგს, ხო არ გაწუხებს ეს, ხო არ გაწუხებს ის. ანუ პირდაპირი ნოზოლოგები არსებობს, ბოტოქს ვიცი, მე ახლა არა ვარ ინექციოლოგი და ახლა თლად ესე არ ვიტყვი, მაგრამ რაც ვიცი და სწორებით ამას ვამბობ, რომ არის კონკრეტული ნოზოლოგიები, რაზეც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ინექცია. კატეგორიულად დაკრძალული არის. არა თუ მოდი ვნახოთ, აი პირდაპირ ვნახოთ, არ შეიძლება შენთვის ეგ. ჩემთან მოვიდა ორი ადამიანი ბოლო პერიოდია, ასტიგმატიზმი აქვს დაბადებიდან და იკეთებს მუდმივად ინექციას თვალებზე. ეს არ და იძახის რომ ანუ ბევრი პრობლემა მოყვა ამ ყველაფერს მოკლედ და ამიტომ გადაწყვეტა ხო. არ შეიძლება რაღაცეები, ხო შეიძლება არ შეიძლებაოდეს. ისევე როგორც არ ვიცი ხა ნამშობიერებზე არ შეიძლება ეგრევე დაიწყო ვარჯიში სხეულის ან ოპერაციის მერე პოსტ ოპერაციული მდგომარეობით არ შეიძლება სიმძიმეების აწევა
რაღაცები არსებობს არ შეიძლება. რას არ შეიძლება? გთხოვთ ესთეტიკურ ცენტრებს. აი ერთი ესთეტიკური ცენტრი მომწერონ, ვინც ანუ აი ამ ხო ანკეტას რო გავსებინებენ, რა თქვენი და რაღაც დაავადებები, რა პასუხისგებლობა იგრძნო, ხო? მე თქვენ გაგაფრთხილებთ, რომ ამ დროს არ შეიძლება თუ კი გინდათ გავაკეთებ, მაგრამ თქვენზე პასუხს. აი ეს რო ხელმოწერას აკეთებდნენ ასეთი ესთეტიკური ცენტრები, ვინმე მითხრას გეფიცებთ გავაპიარებ. აი ჩემს გვერდზე დავდებ, რომ ვისაც ბოტოქსი გინდათ მაინდა-მაინც ან ინექცია მიაკითხეთ, იმიტომ რომ ეს ხალხი პასუხისგებლები არიან და იღებენ, ანუ პროფესიონალურად მიმართავენ. ფუნდამენტო იციან რას აკეთებენ ხა. ამაზე მაქვს საუბარი, იმიტომ რომ აღარ შეიძლება, ანუ უბრალოდ წარმოუდგენელია ეს. თან, იცი მე ყველაზე მეტად რა თქმა უნდა, ჯერ ვის რა უფლება აქვს, ვინმე განსაჯოს მე ამ წერტილიდან მოვდივარ. ანუ რა სისულელია, უბრალოდ ჩემი გულის ტკივილი არის ის, რომ მეც მქონია, რომ აი რომ დაგიცდება, რომ რაღაც ხო არ გავიკეთო. მე ღმერთო სარკეში ვიყურები და მადლობას ვუხდი, რომ კიდე კაი რო ხელი არ დამისდა და რამე კიდე კატასტროფისკენ არ წავიყვანენ თქო რა. იმიტომ რომ ნახე შინაგანად უბრალოდ გთხოვ რა ეხლა ვინც მისმენს და ან უნდა, ან რაღაც და ბლა ბლა ბლა. დაფიქრდი ამითი რასეუნები შენ თავს ყოველ ჯერზე. საკმარისად კარგი არ ხარ, საკმარისად კარგი არ ხარ, საკმარისად კარგი არ ხარ და მე რო საუბრობ თვით შეფასებაზე, მე რო საუბრობ საკუთარ თავის სიყვარულზე, ღმერთო ყველა ქალი ისეთი ლამაზია, ანუ ჩემო ლამაზებო, მართლა მთელი გულით ვამბობ. ყველა საოცარი ინდივიდუალური სილამაზე აქვს. ეს სტანდარტები ნეტა როდემდე უნდა იყოს, რომ მართლა ყველა ერთმანეთს მსგავსებით მერე და ყველა დაიკარგა ის ინდივიდუალიზმი. როგორ შეიძლება გიპოვნოს იმ პარტნიორმა, შენმა life partner-მა და მართლა მთელი ცხოვრების სიყვარული რომ უნდა იყოს, როცა 400,000 ერთნაირი ხართ პირობითად, ხო? მესმის ეს ტკივილიდან მოდის, ტკივილი რო არ იყოს და სიყვარულის დამსახურება რო არ გინდოდეს, სიმპათიის, აღიარების, ასე შემდეგ არ გააკეთებდი, ხო? მე რამოდენიმეჯერ გამომიხსნა, რომ ჩვენ ვართ ქალები, ვისაც გაინტერესებს ჩვენი სილამაზე და ესთეტიკა. ღმერთო ჩემო, ნაჭერს ავჭამ, საჭმელსაც თუ ლამაზი არ არის, წეგად თამონეს ვეუნებოდი. იმდენად მიყვარს და იმდენად ტკბობაში ვარ სილამაზით, მაგრამ სილამაზე არის ჩემთვის, აი არასტანდარტული რო იქნება ვიღაცა ბრჭყალებში ისაა ჩემთვის სილამაზე, რომ შინაგანად ანათებს და გთხოვ რამდენი არასტანდარტულად ლამაზი ქალი გინახავს, რომ ანათებს კი არა გადაჭრდილავს სტანდარტში ჩასმულ ქალს, იმიტომ რომ შინაგანად აქვს ეს. ეხლა მე გეტყვი კიდე ერთ რაღაცას, ვინც ამ სფეროში მუშაობს, განსაკუთრებით ესთეტიკურ მიმართულებაში, ეს მასაჟის სპეციალისტი იქნება, სახის იოგა იქნება, არ აქვს მნიშვნელობა. არავით მე ასე ვიტყოდი, მას უნდა უყვარდეს ქალი ყველა მისი პარამეტრით. ისი აზრი არ აქვს, ნუ მაშინ არ უნდა იმუშაო რა. კი, კოსმეტოლოგთან რომ მიდიხარ და შენ ადგილს ამას ავიწერ. აქ რაღაც არა, უფრო მეც გეტყვი, მასაჟის სპეციალისტთან რომ მიხვალ და რომ გეუბნება, რომ ნაკალებზე რომ გიკეთებს იმას, ჩემთან ვინც მოდის კონსულტაციაზე რომ მეუბნება, რომ აი კიდე რა ნაკლს უყურებ შემში, აი ანუ ნაკლს კი არ ვუყურებ, მე კი გადასარავად ვხედავ ყველაფერს. ანუ განა ვერ ვხედავ, მაგრამ მე იმაზე ვიმუშავებ. მაგრამ იმის უკან რა დგას, ის უნდა აღმოიფხრას. შენის ნაოჭი აღარ გექნება თუ კი სპაზმს გახსნი და იმ სპაზმში არის ის ტრავმა, რომელიც გაწუხებს. და ის ტრავმა გაწუხებს, შენ ის კი არ გაწუხებს. აბა ნახე სტრესი ხო დადებითიც არის. არც ერთი ადამიანი არ მოვა, მე მყავდა ორი ადამიანი, რომელსაც ნაოჭები ქონდა, მივხვდი იმისგან, რომ კარგი ცხოვრება აქვს რა, მართლა კარგი ცხოვრება აქვს. მაგრამ უნდა რომ ესეც გქონდეს რა სახის იოგაც. რო ველაპარაკე, მე მივხვდი რომ იმას ფეხებზე კიდია, ბოდიში მომითხოვე, ფეხებზე კიდია ნაოჭი. რატო იცი? ის თავის თავს დროს უთმობს, ბედნიერია, მაგრამ ეს ნაოჭიც აქვს თავისი კაიფიდან გამომდინარე. მივხვდი და იმას ის ნაოჭი ტკივა, როცა შენ ტკივილებიდან გაქვს ეს ყველაფერი. და 100% რომ აი ძალიან ზუსტად. ანუ მაგას ვიძახი რომ შენ საიდან რას ნიღაბი არ ჭირდება იმ ნაოჭს თუ კი ბედნიერებისგან გაქვს. კი. და რა შემჭირდება მე ბედნიერებისგან თუ ანუ რა შემჭირდება კი არ არსებობს ესა მარი მე შუბლის ნაოჭი მაქვს 18 წლიდან. და უმეტეს შემთხვევაში ხა უბრალოდ როცა მე ვავარჯიშებ მინდა რომ არც ვავარჯიშებდი რომ ნუ უბრალოდ ხა მიწევს საზოგადოებასთან და მაინც მინდა რომ იყოს დანახვადი რა შედეგი მოაქვს. თმას აღარ ვიღება აბსოლუტურად
თავიდან ბოლომდე ვარ ის რაც ვარ, იმიტომ რომ გიჟდები ჩემს ყველა ნაკვეთის სხეულის ყველა მდგომარეობაზე. მაგრამ მას შემდეგ რაც მე მუშაობა დავიწყე ჩემს თავზე. თავიდან რო დავიწყე ვარჯიშის სხეულზე, ყოველ დღე თუ არა კვირაში ერთხელ ვიღებდი საჯდომზე იმას. ეს როგორ აბა ეს როგორ არის? ეხლა ისე ვარჯიში ვარც მაინტერესებს. ჩერი იმ დღეს ვწერ რომ საჯდომიდან ტრავმა გავუშვი თქო და ვაი რა მაგარია. ეხლა მეთქი მას სპორტებს ვაკეთებდი მეთქი და ტრავმა გავუშვი და ვიტირე მეთქი და მადლობა თქო და რა ტრავმა გავუშვი? გადაცემას გქონდა საჯდომის ტრავმა ხوار და ვარ გქონდა. არა, არ ხუმრო, მაგას ვიძახ. ამ დონეზე უკვირდები უკვე სხეულს რომ იქ რომ რაღაცა გაწავის დროს რაღაცა იმას აქედან ეხა რაღაც კონკრეტული ზუსტად ვიცით რა ვაც გავუშვი. ოღონ გაგიჟდა ხალი რომ რა დონეზე გაქვს კონექშენი, კავშირი შენ სხეულთან რომ საჯდომიდან რაღაც კონკრეტული ტრავმა გავუშვი და ტირი ხარ მაგაზეო და გადაირია და ძალიან კარგი მოსაყოლია, მაგრამ მართლა ეგრეა. ხო, ეგრეა და მორიელი არის ჩაიც და ვეუბნები რომ შენ ალბათ მორიელი ხარ, ამიტომ კურნალობის უნარი დაჟე ონლაინ მეთქი და ონლაინ მარათონი მაქვს ნაყიდი და ამაზეა საუბარი რომ შენ მაგრამ ანუ ყველაზე სასწაული ეს ახი აი რომ გიჟდები, იმიტომ არის რომ მენტალურად ანუ ხალხმა მეტყველება გამოისწორა ჯგუფიდან წერე ტელეგრამ არხის ჯგუფიდან რომ ეხა ვტიროდიო და ეს რაღაცას რამე გავუშვი ხო ვაიმე და როგორი 125 გოგო მყავს თუ რაღაც და ანუ ხვდები ხო რა უკვე რას უფლებს იქ აღარავის რო აღარ აინტერესებს შენ ნაოჭი და იმას რომ მეუბნები რომ ვაიმე ხა ამას ვამოძრებ ეხლა ეს რო გავამოძრავე თავში რაღაც კაბ დაიძახა და ამის ბრალია და ანუ ისიც როგორი მნიშვნელოვანია რომ უკვე გაცნობიერება დაიწყეს თორე ადრე თავში გააკეთა და რაღაც ყურადღებას ვაფშე არ მიქცევდი ანუ მაგაზე უკვე რომ რეფლექს დონეზე სხეული როგორ მოყვება იმას უყურებენ და მაგიტო ვიძახი რომ შენ ის ტკივილი ცოტა ხანი გაიყუჩე კაცო კბილის ტკივილს როგორ ტკივა იწამალი დალია მაგრამ მოდი მიდი და ის ფესვი თუ მოსაკლავე აი ზუსტად მაგაზე მქონდა ვიდეო რომ სიმპტომურ კურნალობას მოვეშვათ ანუ რამდენი გამაყოჩობელი უნდა სვა რამდენი წამალი უნდა შეიცვალო მე ძალიან გიჟდები პროსტა ხა ეს მედიტაციას რო გამაყოჩებლად აქციეს და არის რაღაცა მიმართულებები რომელიც ასწავლოს როგორ გავიყოჩოთ თავი აბა ეხლა ამ პრაქტიკით იმ პრაქტიკით მედიტაცია არის როგორ გავიცნო და დაუახლოვდე და შიგნით როგორ ჩავიდე და არა კიდე რაღაცა როგორ გავაყოჩო და როგორ გავექცე ბევრისგან გამიგია რომ ღმერთო შემოგაზო საკმაოდ ისეთი ცნობილი მენტორებისგან რომ ყველაფერი ილუზია კაცო იმის რომ ჯეროდეს რაც იყო ხომ მოკვდებოდი მე იმას თუ არ შევეხე, თუ არ დავამუშავე და კიდე თუ თავი ვიყუჩე და ახალი რაღაცა ველოსიპედი გამოვიგონე, შენ შეგირე ჩათვალო ილუზიად, მაგრამ საბოლოო ჯამში 1-5 ჯერ 6 ჯერ მოგაკითხავს კიდე. მე 7 ჯერ 8 ჯერ მოგაკითხავს კიდე. მე დაურეკავს სხვას და ეტყვი რომ რატომ აკითხავს ეს ამდენჯერ ილუზია? კი, და ნარცისიზმში რო გადადიან ხოლმე. უყურე ილუზია იმ გაგებით რომ არ არსებობს და ხელშესახები მარტო ეს არ და ეხლა რასაც ვლაპარაკობ უკვე აღარ არის და აწყვდროა. ოკეი, გავიგე, მაგრამ კვანტური ფიზიკა უკვე გეუბნება, რთული ტერმინებით არ ვისაუბრებ, მარტივად რო ვთქვათ, რომ მეცაც გეტყვი CERN-ის ლაბორატორიაში 11 თუ 9 განზომილებას უკვე დადასტურებულად გაჩვენებენ. ანუ ესეც ის კი არა რომ ჩემი გასაუბრებოდი რომ მე რო შეგულდის გადავასწრებ. ხო და ნახე ეს განზომილებები ეს შენი ყველა ვერსია რომ ერთდროულად არსებობს თავარია სიხშირით რომელს დაუკავშირდები მარტივი მაგალითი მოვიყვანოთ აქაც რადიოს გადართვა რო გვინდა სიხშირეს ხო ვცვლით არა იგივე ხდება აქაც სიხშირეს შევცვლი წავალ ან იმ ვერსიასთან უკან ან წინ მე თუ რომელიღაც განზომილებაში იმ ჩემ ვერსიასთან ტყივილი მაგ გაჭედილი აქ რო ამუშავებინებენ ხოლმე აწყვაში ვებსურ დაამუშავებ გამორიცხულია უნდა წავიდე იქ დავამუშავე ბავში ჩავდივარ ხოლმე და ვეკითხებება რა მოხდა კიდე რა დაგჭოი ხა სათქმელი რა გინდა აქ უნდა მივიდე მოვაშუშო და წამოვიდე თორე კა ვიტყო იქ ილუზია კი კარგი გავიგეთ ყველაფერი გავიგეთ მაგრამ ცოდვა არ არის იქ მარტო რო დგას და ამიტომ და გელაპარაკება და გეუბნება და გეხვეწება და მე რო ამბობენ რომ დემონი და ეშმაკი ის ბავშვია ის ბავშვია და უარყოფილია ხო და მაგას ვიცახი რომ დემონი ჩავახშოთ მოვკლათ ამოვწყვეტოთ ღმერთო ჩემო ცალკე ანუ ხო და მაგას ვამბობ რომ
იცი რა არის მე ვიღაც სადღაც წავიკითხე ყველაფერს დავარქვა ხო და დავარქვა თავის სახელი რა გვასწავლეთ სწორი და ვასწავლოთ ადამიანებს სწორი სახელის დარქმევა იმიტომ რომ ანუ არ ვიცი ხო გეუბნები ხარ მე რომ მიღმიერის ბჯერა და ხა მთავარ ანგელოზ მიქელზე ლაპარაკობ 24 საათია ისიანი მაგრამ ნახე ყველაფრის ფანატიზირება ყველაფრის რაღაცა გაფანატება და მიჯდომა ერთ რაღაცაზე და დაკიდება ეს კიდე არის რაღაცა მეორე ჩათვალე შენი მთელი პიროვნების განულება ანუ ამბობ რომ არ გამაჩნია არაფერი ყველა პასუხისმგებლობას ვიქმნი და ესე ბრმად მივყვები რაღაცას ესეც თავის სარიდება პასუხისმგებლობაზე რომ მე კაცო მე ხო იმას მივყვებოდი იმის ბრალია ეს ისე თქვა თუ სწორად მხსს ესე არ არის რომ მეც ჩემთან მეც გამერთება ხო ნუ გააფანატებთ ანუ არ შეიძლება ფანატიზმი რა არ შეიძლება უბრალოდ არა მაგას სხვათა შეძოდის მიხდიცი რაღაცები რომ გავაფანატე უცებ რომ ჩამომშორ და უცებ სამყარომ რო აი ესე მერთმა რომ აი ესე უცებ მოკიდა გაწია აბა ნახოთ ახლა რომ აი მაგას ვიძახი სულ რომ ტვინს რო აქვს ეს რაღაცა მიჯაჭვია და აბა მიშველი ახლა და ჩამოკიდება ის არის მუდმივი აი თან რამდენიც ახლა ხალხო აი ისე არ გამიგოთ რომ მე რაღაცა იქნებ ლაპარაკობ რა სისულელეა ხო ყოველდღიურ ისეთ მუშაობაში ვარ და ისეთ ჩაძრომებში ვარ და ისე საიდან რატო ხარ ისთვის ხარ მე კიდე აი სხეულებრივად რომ საუბრობდი რა რომ აი როგორ ჯდება და ნეირონებზე ლაპარაკობდი მიძინებას იწვევს თქო ყველაფერი აბსოლუტურად აკუპუნქტურულად არის მიბმული ნეირონი და დაბოლობებით სახეზე ყურებს ყველგან სხეულებრივად რა ჩვენ სახეზე გამოდის წერტილები რომელიც არის დაკავშირებული მთელი ორგანოები სხეულის აკუპუნქტურა მაგისტრის არსებობს და რეფლექსოთერაპია თოშორის რეფლექსოთერაპიის კურსებიც მაქვს გავლილი ნასწავლი მაქვს მთლიანი პროტოკოლი ესეთი ქალია ჯეკი ამერიკაში იყო ეგ თანი და წავიდა მე ამ მიმართულებით იმიტომ რომ მიხვდა რომ გეიმ ჩენჯერი იყო აი ფაქტორად ცვლიდა ყველაფერს რა აუსასწავლებს აკეთებს მაგრამ მე მოგცემ ვიდეოს და გააკეთე ხოლმე ნერვული სისტემა ანუ ნერვული სისტემა დაწყდა მოჩა სხვა სისტემა მუშაობს რა ეგ თემა არის თავიდან ბოლომდე ძირითადი ამბავი ეგ არის მიბმულია ყველა სისტემაზე და ყველაზე მაგარი ის არის რომ მე მყავდა და მყავს გოგოები რომლებსაც ნუ შაკიკი ხო ხტები ხა სიომოტორიკ დაავადება და კვირაში რომ 3 დღე შაკიკი ანუ ისეთი შეტევები ქონდათ რომ 3 წამალი არაფერს აშველოდა თვეში ერთი შეტევა აქვს აი ამ რეფლექსოთერაპიით და წამოსაც რო აღარ სვავენ რა ფისი ანუ პოლიკისტოზური საკვარცხლები რომ მოგვარდა ნუ რა თქმა უნდა სხვისი მაგალითად ჩემ თავზე გეტყვი მე ისეთი მტკივნეული ციკლი მქონდა რომ ქუჩაში ორჯერ წავიქეცი შევწუხდი ხო ტკივილებისგან სასწრაფების გამოძახება მჭირდებოდა და რაღაცაები და ისე მოდის და ისე მიდის რომ ვერ გებულობ საერთოდ აი ამ მიდგომებით რა ვარჯიში და რაღაცა საოცარ ამბავს გავაზიარებ ახლა რადგან თემა მოიტანა ზუსტად რამოდენიმე დღის წინ მქონდა ამაზე პოსტი აი ეს 24 წლის ასაკში რომ გიგანტური ზომის ნუ კეთილთვისებიანი სიმსივნე აღმომაჩნდა თავში ხო ხვდები რა იქ 24 წლის და რა სულიერება და ამბავი რა ხო უმეტეს შემთხვევაში ალბათ 99.9% ნუ საკვებს და ჰაერს თუ არ ჩავთვლით ემოციები იწვევს ამ დაავადებებს როცა მიაგნებ ამ ემოციას და ზუსტად მიმაგნე რითი შევქმენი ხო როცა მიაგნებ ამ ემოციას და დაიწყებ ამაზე მუშაობას ხდება საოცრებებით ამ ეს მარჯვენა ხელის მოტორიკა ხო შენელებული მაქვს მარცხენათი უწერე ხა გაჩვენებ პროსტა რა კალიგრაფიის ამბით მარცხენათი ვისწავლე წერა ესეც იმიტომ რომ ვამუშავე ტვინით და ვხედავდი რომ წერ ანუ ყველაფერი არის დამუშავებადი ყველაფერს ქმნის შენ და შეგიძლია გააქრო შენ ესეც ჩემი მუშაობით ჩემი ტექნიკებით რომ წავედი შარშან თურქეთში და გადავემოწმე ანუ ეს კაცი მიყურებ და გაშტერებული რომ რამე მედიკამენტოზური ჩარევები გაქვს თუ რამე გაიკეთეო და თან მარტო წავედი ხო დეჩემი სუ გირს მეძახდა რომ პროსტა შენ თუ იზავდი ამას რომ რა თემაზე მიდიო მარტო არა მარტო წავალ მეთქი და ნუ ჭკუა იქ გავფრინდი პარაშუტით სხვა მართლა და თან რომ აკანკალებს ხარ ხო ტრაბზონს გადაუფრინე ქიში და თან რო ციხარულისგან მაკანკალებს თან რა არის შეგრძნება რომ სადღაც ხო მაინც გაქვს რომ მართალი ვიყავი და რა მაგარია ხო მაგრამ ისიც ხო შექმენი რომ მე ეს გაგიარა ისიც ხო შექმენი აბა რა და ამ ხელა ამბავი
და მე ვიღაცას რო არ ჯერა, просто გული გწყდება და იმიტომ აქ უდიდესი სურვილი რომ ეს ვაზიარო და თქვა და ამბავი თუ მოესწრება ეს ეპიზოდი მანამდე დავაანონსებ რომ ამასთან დაკავშირებით ამ ემოციებთან, დამუშავებასთან და ყველაფერთან დაკავშირებით 27 დეკემბერს ვიწყებთ საოცარ 4 თვიან კურსს და შეგიძლიათ ამაზე შემომეხმიანოთ. მაგარი. გეხოცები ივარჯიშე რა, ხო? აუცილებლად ამაზეც. იცი რატო გეუბნები? ეხლა აი მე როგორ ამ ხაწყვები ცოტა შორის ჩემს ტრენერს ის დანიელ კოლინსმა ჩვენი და გგიჟდა. ანუ აი სასწაულად გქონდა მოძებნილიო სიღრმეო რა, ანუ ესე რომ მიყვებიო რა. მეც კი არა მაქვს ეგრე აწყობილი რაღაცეებიო რა. წარმოვიდგინე ხა შენი მენტორი რომ ამას გეტყვის უმაგრესი ქალია და როგორ ამაკ იცი ისეთი კომპლექსური ვარჯიშები მაქვს ტვინი მუშაობს. კოორდინაციაზე, კონცენტრაციაზე მიბმული ორივე ნახევარსფერო მუშაობს. ესეც. და ისე მაქვს ჩასმული რომ ჩათვალე რომ აი რაღაცა ბოდიში ორივე ნახევარსფეროზე გამახსენდა ხა მარცხენით ვწარ და მარჯვნივ ჩავყავე. ჩათვალე რომ მაგას აკეთებს სახელზე. ეს ვაიმე, ჩემი გოგოები ხარ იმას უყურებს, ყველა მიხვდება და კიდე გაეცინებათ. თამუნა დღეს რა მოვიფიქრე თან მე ხანდახან ხო აი შუა ვარჯიში მერთვება ის რაღაცეები და ახალი იდეები მომდის ამ ვარჯიშის და რაღაც ახალი არ მომდის და როგორ ძვირფასი ხალხი ხდება ეს შეიძლება აუ რა სლაპარაკო მაგ კი არა ინდივიდუალურზე ვინც მოდის მე მაგ სამთვიანი ისა რა ინდივიდუალურზე სამთვის მე ნუ ვისაც ახლა თუ მომდება მე თქვა დაჯგუფში ჯდება ან კიდე პროგრამაზე გადადის რომ ხა მაინც უფრო ძვირია რა აი მე არა თამუნა შენთან ანუ და წადი გეხოცები ზადა ხარ რა უკვე გადახურე მეც ვითქოს რამდენი ის რომ ეხა უკვე და ზადა ხარ ეხა უკვე და ანუ აღარ გჭირდები მე და რა მაგ ფული სხვა რამეს მოახმარე ხო შეგიძლია ანუ არა იმიტომ რომ რაღაც სხვა ენერგია ხო არა სხვა ეხა ენერგიაზე გამახსენდა ეხა ანუ იოგაზე მივედი გამოშტერებული ვარ მართლა გამოშტერდი ეს კაცი ვინ არის ეს ნიდინი ლაშასთან ხარ მე გადავირია ვისთან ხარ ნიდინი არ ვიცი ისა ინდოეთიდან არის მე საიდან ზუსტად კონკრეტულად საიდან მაგრამ აქედან და ანუ აი ვერ აგიხსნი მარიამ რა ენერგია ესე იგი წამოვა შევდივარ თუ არა და რო დამეწყეს მტკნარება რო და ზუსტად მივხვდი საიდან რა ამოვიდა საიდან რა გავიდა მე მგონი იქ ცოტა გიჟი გონი ვარ ხალხს ვაიმე რა ენერგია აქვს ვიძახი მე პირდაპირ მივედი და უთხარი ხო იცი ეგ რო უთხარი მეთქი რა არ გამიკეთებია ცხოვრებაში მაგრამ აი შენ რასაც აკეთებ როგორც აკეთებ და როგორც მოიტანე ჯა ვეხუტელ ამის გაგიჩნდა აქ არა ინდოეთში ვიყავი და ანუ აი გეფიცე სხვათა შორის ფინეთიდან იყო ინდოეთში ანუ ინდოელი არ იყო ხო და ამ ჯერ ხო ხმაკ რაღაც კოსმოსური გეგონება რომ კოლხზე გადიხარ და ანუ აი ვერ აგიხსნი იმიტომ რომ ეტყობა რომ მთელი არსით აკეთებს ამ ყველაფერს აი სხეულით გრძნობს ყველა ადამიანს რა და რომ მივედი პირველ ვარჯიშზე ისეთი გაწელები ვაკეთე მე ძალიან მიჭის გაწელები და ფეხის თემები მაგ ნუ აქეთ მარჯვენა მამის მხარე მაგ რაღაცეები და სამუშაოები და ანუ ხო ვიცი სად რა მიჭირს რა მე იმიტომ რომ ვარჯიში ბექს წელიწადი ახლა მას აი ესე სისტემატიურად რა ამ მაგაზეც გეტყვი ეს როგორ მივედი, იმიტომ რომ არანაირი სისტემური ტიპი არ ვიყავი, აბსოლუტურად არ სისტემური, არ სისტემატიურად არ ვაკეთებდი არაფერს. ისეთი ქაოტური რაღაცები მიყვარდა. და ესე იგი რო ვაკეთებდი ტექნიკებს და რო ვიჭ თითქმის შპაგატი როგორ არის სპლიტში, ანუ როგორ არის გაწელვაში ალბათ რა, განგაშლა. განგაშლად გამახსენე. შპაგატზეს მივხვდებიან. გაგვიკეთებდით ამრა და მივხვდები. თითქმის რომ მივედი, მაგრამ იმიტომ რომ მაგაზე მუშაობ, მინდა ძალიან, რომ ქვედა ჩაკრებზე მუშაობ და მაგიტო და რომ აი გადარეული ვიყავი და მეგობრებო ვარს ვინც მიყიდა ეს ისა, ურეკა რომ თამუნა მეთქი, ანუ ეს რა, ეს ვინ არის მეთქი? ოღო მერე მივხვდი რას მეუბნებოდი, აი რას ნიშნავს რომ შენ განიცადო. მერე მივხვდი ჩემი გოგოები რას მეუბნებოდნენ, რომ აი შენთან სხვანაირად ვაკეთებ, კი, შეგრძნებას. ხო და ვიძახი რომ აი ეს მოჭველი მორიელი იქნება. ხო, მკურნალობის ნაწილი აქვს, ხარ აქვს ცოტა. გვაქვს მორიელებს რაღაცეები. არის ხა მკურნალობა დევს იქ რაღაცა რა, სიღრმე და ანუ გინდა არ გინდა ეს ენერგია მაგას აკეთებს. ამის ხმამიდა რა. ნამდვილად. და ნელ-ნელა დასასრულისკენ წავიდეთ და მინდა რომ ესეთი კითხვა დაგისვა ვინ არის თამუნა ნიღაბს მიღვა თუ არის შემორჩენილი ჯერ კიდევ რა თქმა უნდა
ნიღაბს მიხმა რა ვიცი ერთი გულწრფელი ადამიანი ყოველ დღეს ძალიან ვცდილობ გულწრფელი მაძიებელი ხო რა ხო და სხვათა შორის იმას 4-2-ს ქონდა ნათქვამი რომ ჭეშმარიტებას რომ იგრძნობო და ნუ არ ვიცი ხა ამ დონეზე ვიგრძენი თუ არა რომ აი გულს რომ შეგიკრავს მაგრამ იმდენჯერ მაქვს ეს ძალიან დიდი მძაფრი სიყვარული ნაგრძნობი მე აი იმდენად ანუ როგორ იცი აი რო გაგაშეშებს სიყვარული და ეს აი დამთხოვები და სინქრონიზაცია აი რო ხვდები რომ ანუ აი იმას კი არ ეძებ რომ ცეცხლი გადმოვიდა თუ არა იმას კი არ ვეძებ აი უკვე რომ შენი ფაქტებით რო ხვდები რომ რაღაცა საოცრება ხდება ანუ რაღაცა იმდენად დიდია ეს ღმერთი იმდენად დიდია რომ აი ვერ იტევო ანუ ვერ იტევ მართლა შეიძლება ვერ დაიტიო იმ ხელა ენერგია ტრიალებს სხვათა შორის სხეულებრივ მე რაიხის აი მაგათი მის მიხედვით მიკეთებდა სხეულებრივ პრაქტიკებს ესა ნეიროგრაფიკის ექსპერტი ვინც არის თეკუნარა და ერთ-ერთი პრაქტიკის დროს აი მთელ სხეულში ვიგრძენი მთელი სამყარო და ვერ ანუ სიტყვებით ამას ვერ გადმოვცემ ხანდახან რამ ხელა სიყვარულის ენერგიას ვგრძნობ რა ნუ იმედი მაქვს რომ აი ჭეშმარიტება რაც არის ხო ის ეკლესიაში ეძახიან ქრისტეს მას ვეზიარეო რა ჭეშმარიტებას ანუ იმედი მაქვს რომ ჯერ კიდე წინ მაქვს იმიტომ რომ მინდა რომ ეს რაღაცა კიდე უფრო დიდი და დიდი და დიდი და დიდი ვერ მოგატყო აი სადღაც ეს 3 წლის წინ იზოლაციის 6 თვე რომ მქონდა ჩემ თავთან და სხვა არაფერი და ასე შემდეგ ბოლოს უკვე იმ ფაზაში გადავდიოდი რომ მედიტირებდი საათები და მე მგონია რომ 5 წუთი მქონდა თვალი დახუჭული ეხლა რასაც უიტყვი ოღონდ ეს ხდება თან წამები აი როგორი წამები იცი რომ შეიძლება ვერც კი დაითვალო ალბათ მაგრამ მგონია რომ ყველა მთელი შენი ცხოვრება ხო შევეხე წერტილს რომელიც იყო ყველაზე ცარიელი და ამაზე სავსე არაფერი მიგრძნია და ვამბობ რატო იმ ხელა სისავსეს ვგრძნობდი სიცარიელეში აი ვერ იტევდის რომ ამბობ ვერ იტევდი ხო ტიროდი ვყვიროდი ვიცინოდი ვღრიალ ანუ როგორ გამომეხატა ეს რაღაცა ძალიან დიდი სიყვარული სხეულმა ვეღარ გაიგო და დაიტია მართლა ვერ ავხსნი ეს თუ არ განიცადა ადამიანმა ანუ ვერც გეტყვი რომ ერთი და იგივე ვლაპარაკობთ ან არ ვლაპარაკობთ ხო ზუსტად მესმის ახლა რასაც ამბობ იმიტომ რომ ძალიან დიდი მაგან დამაწყებინა მე სუეგ მდგომარეობა მინდოდა უბრალოდ მან რა ხდებოდა იცი რა წმუნებულება ვაფშე იდენტობა დაკარგული არაფერი არ იყავი ვაფშე ანუ მთელი იდენტობა წმუნებული ყველაფერი ანუ მატრიციდან გახვედის შეგრძნება იყო და მათ მივხვდი რომ რაღაცა მიჯაჭულობებიც მიქრებოდა ადამიანური აი შვილზე დედაზე და მან ცოტა შევშინდი ხო ზუსტად მივხვდი ასე ლაპარაკობ კი რომ ერთი და იგივე თემა იყო თითქმის ისა თანაბარი ხო ანუ აი სრული ნეიტრალური ამბავი მოკლედ ალბათ აი ბერები რომ ამბობენ 64 რო განგაცდევინათ ერთი წამი მაინც ყველა სულიერებაში იცხოვრებდითო ალბათ ეს იგულისხმება თქო რაღაცა ცოტა აპარტავნულად ვიტყვი იმიტომ რომ მართლა არ ვიცი აი მარტო მაგ წამისთვის ღირს მე მგონი ყველაფერი რა ხო შესაბამისად მოდი რაღაცა ვაკეთოთ ბევრად კარგი შევქმნათ ბევრად ლამაზი ერთმანეთს გვერდში დაუდგეთ და ვემსახუროთ სიყვარულს და აი ამ თელ სილამაზეს რა მე ხა ისეთ უცნაურ რაღაცას გეტყვი მაგაზე გამახსენდა ამერიკაში რაღაცა კონკრეტულ გაცნობიერებაზე მივედი და თან დავდიოდი მე ძალიან ბევრს დავდიოდი ძალიან მიყვარს სიარული და მეგობრი აი ვინც ხა ერთად რაღაცებს ვაცნობიერებთ ხოლმე ხო ყავს ეგეთი ადამიანები და ანუ გამოვდივარ მარიამ და შენობებს ვუყურებ და მიყვარს ყველაფერი. რა მაგარი შეგრძნება. ანუ აი გავგიჟდი კინაღამ და ვღავი რომ მიყვარს მეთქი. ანუ ამ ყველაფერს აღვიქვავ მეთქი რომ საერთოდ ერთიანობის განცდით თქო და წერვო ის რომ მეთქი ანუ ეს რა არის შენობები რატომ მიყვარს და ფოთლები რო გელაპარაკებიან და ყვავი გულის ფორმა რო აქვს და აი სასწაული მართლა რო სასწაული იმიტომ ვიძახი რომ ყველაფრის აღქმა რო დაუკვირდები იმ დღეს ყავა სვამ და ანუ არ ვიცი ხა მართლა
ბავშვური მომენტია და ის არის, მაგრამ ნუ მინდა რომ თქვა, აი ყოველს რომ მოსვენ და გემო, აი მე რომ ამის განცდის უნარი მაქვს, ამაზე დიდი ბედნიერება რა არის და ხანდახან ხო არის შვითანაც რუტინულად ხარ და რაღაცას აკეთებ და უცებ რომ მომენტში დაიჭირო, აბა ეხა ცოტა მოგაჩერდი და სულს რომ ეს რო აკეთებ რომ აი ვაიმე ამას რა მაგარია და რაღაცა და აი რო გიხარია რომ აქამდე მოხვედი და თურმე რომ ანუ არაფერი არ არის რა და უბრალოდ ანუ აი მაგაზე ვარ სუმიდრე ისა მიპყრობილი რომ აი მაქსიმალურად ყველაფერში დიდი სიამოვნება ჩავდო. იმიტომ რომ მე ჭამაც ძალიან მიყვარს, ცეკვაც ძალიან მიყვარს. კი, ცხოვრება მიყვარს თქო მეც. ყველანაირი სიამოვნებაზე გიждდები, ნუ ნორმირებულად მაქვს საუბარი და რა ვიცი ხა ცეკვაზე კლუბში ნუ არ ვიცი ხა შენ თქმის არ იყოს დაწყებული საფინანსო სექტორი და დამთავრებული პოლიციის აკადემიამ და ყველაფერი მაგ გამოვლინდა და ნუ ხო მოკლედ რა ყველაფრისთვის ვარ მადლობელი თურმე რაც გამომივლია ყველაფერი ჩემს იმისთვის ცოტა შეიძლება თეკუნა მითხრა რომ მიტარებდა ამ თერაპიას შენო დედამიწის ხელა ენერგია უნდა გაატარო და მზად არის შენი ეხას ხეულიო მიდი გაატარე და ხო და მეთქი რა გინდა კაცო დედამიწის ხელა ხო და მოკლედ რა ყველა თავისი მისით ხო მოდის მაინც რა და ყველას ვურჩევ ასეთ რაღაცას მე ძალიან მიჭირს მიუხედავად იმისა რომ თითქმის ყველაფერში მაინც გამომდის მაგრამ მაინც მიჭირს დღემდე ყველა მოვლენაში ყველა ადამიანში ყველა სიტუაციაში დაინახეთ ანუ ისწავლეთ რაღაცა რომ რას მასწავლის ნუ გაბრაზდებით და ბოღმას ნუ ჩაიდებთ იმიტომ რომ ყველა ადამიანი თქვენს ცხოვრებაში მოსულია კონკრეტული რაღაცეებისთვის ეგ კი არა გახსოვს ის რო კითხე სიმბოლიკის ის რო კითხე მე შენ გვერდი ჩამიგდეთ ხო სხეულში ყველა რაც გარეთ არის ზევით არის ქვევითაა და რაც გარეთაში ანუ ყველა სიმბოლიკა რაც არის გარეთ დაწყებული მცენარეები ცხოველები ფრინველები ყველა პეპელა ეს ყველას ფორმა არის სხეულში პატარნი აბსოლუტურად და რასაც უფრო დიდ ყურადღებას ანიჭებთ ის თქვენ სხეულში არის დასამუშავებელი აუცილებლად ასე არის იმიტომ რომ ანუ რაც ხშირად ხდება რა იმიტომ რომ იმას გაჩვენებს სამყარო აი აქ ხა რაღაცა არის ან ის უნდა მოხდეს თქვენ ცხოვრებაში კი ყოველ ტრანსფორმაციას გავდიოდი როცა პეპლებს ხედავდი ხო და პეპლები ისეთი სიმბოლურია ჩემთვის ისეთი სიმბოლო ისეთ დროს დავინახე ორი პეპელა ეს რაღაც საკითხს ვლაპარაკობთ მე ჩემ მეგობარი რომ აი ეს პეპლად ჩემთვის საკრავია სხვათა პეპლებზე ვლაპარაკობთ და უცებ მოფრინავს ორი პეპელა და გადავირიეთ ორივე ეხა რანაირად ვის საიდან გაჩნდა აქო და ესაა სინქრონულობა და სამცირ ლამაზია როცა ამ პროცესში ხარ და ამაზე ლამაზად არ ვიცი მე როგორ უნდა დაგვესრულებინა ეს ეპიზოდი ძალიან ლამაზი ამბავი იყო ძალიან დიდი მადლობა შენ სტუმრობისთვის და დროის დათმობისთვის და რაღაცა ზღაპრის დატრიალებისთვის აქ და ეს არ იქნება ბოლო კიდევ ხშირად იხილავთ თამუნას ჩემთან ხო იმედი მაქვს რომ საინტერესოდ მოვყევით ყველაფერი და ძალიან დიდი მადლობა შენ ძალიან დიდი მადლობა თუ მოგეწონა ჩვენი პოდკასტის ეპიზოდი და თვლი რომ შენთვის ღირებული იყო, არ დაგავიწყდეს გამოწერა, დალაიქება და კომენტარებში გაგვიზიარე რა იყო შენი ტრავმა, რომელიც გიშლის წინსვლაში ხელს, ან რა არის შენი საოცნებო საქმიანობა, რომელსაც მართლა მთელ ცხოვრებას მიუძღვნიდი. არ დაგავიწყდეს პრაქტიკისთვის შეგიძლია გაწევრიანდე ბმულზე არსებულ ჩატში და თუ დღეს არავის არ უთქვამს შენთვის, მინდა მე ვიყო ეს ადამიანი, ძალიან მიყვარხარ და იცოდე, რომ ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებ.